საქართველოში არის იმის შანსი გაიზარდოს სტომატოლოგიური ტურიზმი. ხო, ეს საჭირო. ეს არის აშიში, ეს არის მტკივნეული. ეს ხელოვნური ძვალი რა არის? 36%-იანი კრედიტი. რას ურჩევდით ახალგაზრდა სტომატოლოგებს, ვინც აი ახლა იწყებს მოღვაწეობას დენტალურ იმპლანტოლოგიაში? 50 და 100 ჩასმული იმპლანტანტი ეს ჯერ კიდევ მოგცემთ თავდაჯერებულობას. სამშაბათს და ხუთშაბათს ვიქნები ამ და ამ კლინიკაში და აბა თქვენ იცით, ადგილები შეზღუდულია დროზე მოდი. ეს არ იყოს სწორი საქციელი. ბოლო ავდგები გამაქვს მოვიკიდებ მხარზე, დავიხურავ ტროპიკულ ქუდს და წავალ იმ ჩემს ბუნებაში და ბავშვების ოცნებას ავისრულებ. ეს ახალი ტექნოლოგიები აძვირებს პროცედურებს თუ პირიქით? არა იაფებს. 100 დაავადებული პაციენტიდან 15-მა იცის რო აქვს დაავადება 7 მკურნალობს დანარჩენს არ აინტერესებს. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მივესალმები ჩვენს მსმენელს. დღეს ჩვენ საუბრობთ ისეთ თემაზე, როგორიცაა კბილის დენტალური იმპლანტაცია. ბოლო წლებში საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა აღნიშნული ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა და იბადება ბევრი საკმაოდ საინტერესო კითხვა, მათ შორის პაციენტებისგან. და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი განსაკუთრებულია, რადგან სტუმრად ყავს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია ცნობილი, არამედ მთლიან ჩვენს რეგიონში. თუმცა, უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა და გაგება იმის შესახებ, რომ სწორედ რომ ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა ექიმა კახა გურგენიძემ დაწერა პირველი საავტორო წიგნი დენტალური იმპლანტაციის შესახებ ქართულ ენაზე. და მანამდე უბრალოდ არ არსებობდა ლიტერატურა, რომელიც დაიწერებოდა უშუალოდ მოქმედი ქართველი ექიმის მიერ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძვირფასი ჩვენთვის, ჩვენი სფეროსთვის, სტომატოლოგიური სფეროსთვის ნაშრომი, წიგნი. ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ისეთი რომელიც საჭიროა ყველა სტომატოლოგისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ იმპლანტაცია დაიწყოს. კახა გურგენიძე თავისი გამოცდილებით და უნარებით უამრავ პაციენტს დაეხმარა დაკარგული ღიმილის აღდგენაში. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ რა არის ეს კბილის იმპლანტაცია, არამედ არის თუ არა ის საშიში აქვს თუ არა რისკები, მტკივნეულია თუ არა, შეიძლება თუ არა სწრაფად მივიღოთ შედეგი, აი დღესვე მქონდეს კბილი. თუმცა სანამ გადავალთ მსგავს საკითხებზე სასაუბროდ, მე მინდა რომ პირველი კითხვა დაგისვათ კახა ექიმო. როგორ მოხვედით ამ სფეროში? და თუ არა სტომატოლოგია, იმპლანტოლოგია, ყბასახის ქირურგია, სად იქნებოდით, რომელ სფეროში? მოგესალმებით, ოლგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მახსოვს პოდკასტების ჩაწერა რო დაიწყო პირველი სტუმარი მე ვიყავ. დიახ, ეგ დამოვიწყდა მეთქვა. მაყურებლებს და მსმენელებსაც, ანუ ეხლა უკვე მეორეჯერ ვარ თქვენთან. ნამდვილად. როგორ მოხვდი ამ სფეროში? ეს ცოტა ესეთი მომენტია, ახალგაზრდობაში რაღაც ოცნება რო გაქვს. ეს ოცნება მედიცინასთან ძალიან ირიბად იყო დაკავშირებული. მიყვარდა ცხოველები. და მიყვარდა მოგზაურობა, მიყვარდა ბუნება და მინდოდა რომ ყოფილიყავი არის ესეთი მიმართულება ზოოჟურნალისტ, ნატურალისტი, შეიძლება ბოლოში კიდე მწერალი, ანიმალისტი დაუმატოთ და მინდოდა ამ სფეროში წასვლა, მაგრამ ერთადერთი საბჭოთა პერიოდში გამოცემა, რომელიც არსებობდა, ეს გამოცემაში მუშაობის დაწყება ძალიან რთული იყო და ეს გამოცემა გვერდითაც ვერ მივიდოდა National Geographic-თან, რომელსაც მხოლოდ წარმოდგენა წაკითხული რაღაც ინფორმაციები National Geographic-ი ნანახი არ მქონდა თვალით. მახსოვს მე ვიღაცებმა მოცეკვავეებმა თუ ვიღაცებმა ჩამოიტანეს ერთი ცალი ჟურნალი და როგორი ხელში ჩამივარდა ვითხოვე და რაღაც ამ მიმართულებით მინდოდა წასვლა და ეს იქნებოდა რაღაც ესეთი ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება, მაგრამ ჩვენს სფეროში, ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს მომავალი არ ქონდა, ამიტომ დავანებე ამას თავი და დავინტერესდი, ესე იგი მეორე მიმართულებით, ეს იყო ყბასახის ქირურგია, კერძოდ ანთებითი პროცესები და ტრავმატოლოგია და ეს მიმართულება გამოდიოდა სტომატოლოგიური ფაკულტეტიდან. დღეს უკვე მიდის მე მგონი რაღაც ცვლილებები, რომ სამკურნალო ფაკულტეტს გადაეცეს თუ არ ვცდები ყბასახის მიმართულება.
რაღაცა ესეთი საუბარი მიმდინარეობდა, არ მახსოვს ზუსტად ხან დეზინფორმაცია რო არ გავავრცელო, მაშინ იყო სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, დღეს რო უნივერსიტეტია, ის იყო სამედიცინო ინსტიტუტი, ჩავაბარე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, წავედი ყვასახის ქირურგიის მიმართულებით და შემდგომ მოხდა, როგორც იტყვიან ხოლმე ზოგიერთები, ის რაც მოხდა, ანუ 90-იანი წლები, ბნელი 90-იანი წლები, როდის წარმოუდგენელი იყო თავის გატანა და ცხონებულ კახამაზმიშვილს მაშინ გაუჩნდა ესეთი იდეა, რომ წავიდეთ დენტალურ იმპლანტაციაში, ანუ სარჩო საბადებლის თვალსაზრისით დავინტერესდით, იმიტომ რომ ხა იქ სადაც ტრამატოლოგიაში მუშაობ, ძვალი იცი და ასე შემდეგ, სტომატოლოგია, ფაკულტეტი სტომატოლოგიურია და ჩვენ, ესე იგი, პირველი კახა იყო მაზმიშვილი ამ ჯგუფიდან, თორემ მანამდე სხვებიც არ შეიძლება არ ვახსენოთ ადამიანები, რომლებიც ფაფუძველი ჩაუყარეს დენტალურ იმპლანტაციას საქართველოში. ბატონი თამაზი, ბატონი სოსო, მერე იყო, ესე იგი, გიორგი ქოჩიაშვილი, კახამეტრეველი, ну, მოკეთ დათო ხიტირი და ასე შემდეგ. მაგრამ მეფხედველობაში მაგ ყვასახის ქირურგების, ესე იგი, ჩემ წრეში ვინც იყვნენ. ხო, ცხონებულ კახამ მაშინ ესე იგი დაიწყო მუშაობა და მე გიორგის უთხაღვინიაშვილს მე მითხრა და დავინტერესდით ამ სფეროთი და გადავედით სამუშაოდ ჯერ ნელ-ნელა, მთლიანად არ დაგვიბნებებია თავი ძირითადი პროფილისთვის და შემდგომ მთლიანად გადავერთეთ ამ პროფილზე. აი ესე აღმოჩნდი დენტალურ იმპლანტაციაში. თქვენ ახსენეთ ჩვენი პირველი პოდკასტი. ახლა დავაკავშირებ რაღაც საინტერესო კითხვას. ჩვენ ჩავწერეთ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა წლების წინ პოდკასტების ჩაწერა. მაშინ არ არსებობდა აი ეგეთი ხარისხის სტუდიები საქართველოში, ოღონდ მართლა და თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ ჩავწერეთ რაღაცა კუსტარულად ესე რომ თქვა. ჩვენს ძველ ოფისში. ჩვენთვის მაგ დროისთვის ეს იყო რაღაცა სახის სირთულე. თუმცა ნახეთ დროთა განმავლობაში უფრო პოპულარული გახდა პოდკასტები საქართველოში და დღეს გვაქვს ჩვენ ფუფუნება რომ ვიწყდეთ მსგავს სტუდიაში და თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა. რა იყო ყველაზე დიდი სირთულე აი მაშინ წლების წინ, როდესაც თქვენ დაიწყეთ თქვენი კარიერა დენტალურ იმპლანტოლოგიაში? ყველაზე დიდი სირთულე იყო აპარატურის ყიდვა. რატო? იმიტომ რომ ფინანსები არ იყო. ფინანსები არ იყო, ამისათვის საჭირო იყო კრედიტის აღება. კრედიტის აღება დღესაც არის საჭირო, მაგრამ მე არ დამოვიწყება რომ მე მქონდა კრედიტი 36%-იანი. 36%-იანი კრედიტი მქონდა. და ძალიან მეშინოდა გადაცილების. ხო, გადაცილების რო ვერ შევძლო, ვერ აეწყოს. იმიტომ რომ დენტალურ იმპლანტაციას ხო ესე ვერ დაიწყებ, აიღო და ბორმანქანის მიკრომოტორით იმუშაო. შესაბამისი აპარატურაა საჭირო. და 36%-იანი მქონდა და როდესაც ეს სესხი დავფარე, ეს კრედიტი დავფარე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, იმიტომ რომ ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში დენტალურ იმპლანტაციას არ ქონდა ესეთი მასიური ხასიათი. ეს დღეს ხალხმა უკვე ისწავლა, რომ არ არის საშიში, არ არის საშინელება, გარდა ამისა, როცა საზღვრები გახსნილია და მოგზაურობენ, უკვე ხედავენ, რომ რა ღირს დენტალური იმპლანტაცია მეზობელ ქვეყნებში, არამეზობელ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში, კანადაში, მოწინავე ქვეყნებში რა ღირს და როდესაც ისინი ადარებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობებს, ჩვენთან ხო 10-ჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერ უფრო იაფი ღირს ეს მიმართულება ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და ამიტომ უკვე ხალხი გათამამდა და დაიწყეს ამ მიმართულებით პირისღრუს რეაბილიტაციის ჩატარებაზე ფიქრი, სურვილი და აღსრულებაც კიდეც. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში პაციენტის სიმწირე იყო გამოწვეული, ასევე ფინანსური გაჭირვებით, რომ პაციენტსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა დენტალურ თუნდაც ის დასავლეთთან შედარებით იაფი მკურნალობა ჩაეტარებია ჩვენთან. ეს ერთი და მეორე კიდევ მითები, რომელსაც ასევე სამწუხაროდ ჩვენივე კოლეგები ავრცელებდნენ ხოლმე, როდესაც ამბობდნენ, რომ უცხო სხეული ყბაში და რაღაცა. ეს ძირითადად იყო გამოწვეული გარკვეული მერკანტილური მიზნებით და გარკვეული უცოდინრობით. და კოლეგაც ნაკლებ ჩახედული იყო ამ საკითხში, პაციენტი ხო საერთოდ ჩახედული არ იყო ამ საკითხში. დღეს გვაქვს ინტერნეტი, დღეს ჩვენ ვართ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის საუკუნეში.
ეს არის ხო დეზინფორმაცია უფრო ბევრია სხვა შორის ვიდრე ინფორმაცია, მაგრამ ანალიზის უნარის მქონე ადამიანი შეძლებს რომ განასაზღვროს და გააკეთოს დიფერენცირებული მიდგომა, სად არის ინფორმაცია, სად არის დეზინფორმაცია. თუმცა დეზინფორმაცია ხანდახან მაინც ჭარბობს ისეთი რაოდენობით, რომ შეცდომაში შეყავს არა მარტო პაციენტები, არამედ ხშირად ექიმებიც კი. სამწუხაროდ, დიახ. გუშინ ჩვენ ვესწრებოდით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კონფერენციას და თუ გახსოვთ ჩემს პრეზენტაციაში ერთ-ერთი სლაიდი დავუთმე მომავალ ტრენდებს, თუ რა იქნება მომავალი წლების ტრენდი, ესე რომ ვთქვათ. 2026 წელი მთლიან მსოფლიოში გამორჩეული იქნება იმით, რომ სტომატოლოგიური ტურიზმი იქნება საკმაოდ აქტუალური. როგორ ფიქრობთ, საქართველოში არის იმის შანსი, რომ მკვეთრად გაიზარდოს სტომატოლოგიური ტურიზმი, სწორედ ის, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ? უფრო დაბალი ფასებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა. სტომატოლოგიური ტურიზმი რამდენადაც მე ვიცი და მეც მქონდა შეხება ამასთან არის საქართველოში. რაოდენობა შეიძლება მოიმატოს იმ შემთხვევაში, თუ მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება სტომატოლოგიური ტურიზმისადმი ცოტა სხვანაირია, ვერ ვიტყვი რომ არის დადებითი. ცოტა უფრო უარყოფითია ჩემი დამოკიდებულება საერთოდ ამ მიმართულებისადმი. არის ეს მიმართულება, თუ გაიზრდება ნაკადი, ამისთვის მზად არის ქართველი სტომატოლოგები. კიდევ თუ გაიზრდება ნაკადი, მე ხარ რასაც უყურებ, თავიდან 6 კაცი აკეთებდა დენტალურ იმპლანტაციას, ჯერ 2 კაცი აკეთებდა, მე 6 კაცი აკეთებდა დღეს, მე მგონი არა მეტი, მე მგონი მეტი, იმიტომ რომ ხა გულახდილად გეტყვით, რო ავიღოთ იმპლანტოლოგთა ასოციაციის სიები, იმ სიაში ვინც არის, იმაზე ალბათ 10 ჯერ მეტი ადამიანი მუშაობს დენტალურ იმპლანტაციაში. ყველა ხო არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ მაინც ასოციაციაში ზის და მუშაობს ადამიანი. მე ვერ აუგრძალავ იმას, რომ ან ვერ მოვთხოვ, რომ თუ რა ასოციაციის წევრი გახდი მეთქე, ხო? ძალიან ბევრი მონადირეა, მაგრამ მონადირეთა კავშირის წევრი ხო არ არის ყველა. მეთევზეც აი ესეთი მომენტი. უარყოფითი რატომ აქ დამოკიდებულება, იცით? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აი ეს დენტალური იმპლანტაციის ტურისტული კუთხე რას მოიცავს? ადამიანი ჩამოდის მცირე ხნით, იკეთებს ოპერაციას და მიემგზავრება. მას რომ რაიმე გაურთულდეს, ექიმი არის ალთას, პაციენტი არის ბალთას, სხვადასხვა ადგილებში, მან უნდა მიმართოს ადგილობრივად, სადაც ცხოვრობს იქ ექიმს. მინდა გითხრათ, რომ არის ესეთი ტენდენცია. არის ესეთი ტენდენცია, რომ სხვა სტომატოლოგის, სხვა დენტალურ იმპლანტოლოგის მიერ ჩატარებულ ოპერაციას ხელს არ კიდებენ კოლეგები. ეს საკმაოდ გულდასაწყვეტი მომენტია, მაგრამ მეორე მხრივ გასაგები მომენტიც არის, იმიტომ რომ იქ რო რაღაც ისე არ მოხდეს, იმ პირველს შეუძლია თქვას, რომ იმან ისე არასწორად გააკეთა და მაგიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ანუ იმ მეორეს, ვინც დახმარება გაუწია პაციენტს, შეიძლება შეახოცონ ხელი. ამიტომაც თავიდან იცილებენ ამას. სხვა შორის მთელი ევროპის მასშტაბით ესეა. რომ ცდილობენ რომ ხელი არ მოკიდონ სხვის ოპერაციებს. ხო და მე ვთვლი რომ არ არის ეს ძალიან მომხიბვლელი. ანუ მე პირადად არ ვიქნებოდი ამ მიმართულებაში როგორც პაციენტი. მიმიხდით ხო? სხვა თემაა, როდესაც სასიცოცხლო აუცილებლობის გამო ხდება პაციენტის გამგზავრება სხვა ქვეყანაში. არა ფინანსური განსხვავების გამო, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობის გამო. ხანდახან არის ისეთი სფეროები, რომელიც ადგილობრივად აქ ისე კარგად არ არის განვითარებული, დიახ და უწევს პაციენტს იმისაც, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს წასვლა მოწინავე მედიცინის მქონე ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი უბრალოდ დაბალ ფასებზე, აქ არის საუბარი უფრო მაღალ ფასებზე. ეს არ არის სამედიცინო ტურიზმი. და ეს პაციენტი უცე იქ იტარებს იმ დახმარებას, რჩება იქა გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა დახმარება გაეწევა, რაც საჭიროა და მხოლოდ შემდგომ ბრუნდება საცხოვრებაში. და დენტალურ იმპლანტაციაში როგორ არის, ჩამოვიდა ერთი კვირით, უნდა რომ ყველაფერი გაიკეთოს, გაიღიმოს, გაახალგაზრდავდეს, პლუს ამას მინდა გითხრათ, რომ მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტი ჩამოვიდა 10 დღით და არა მარტო კბილების მოწესრიგება, უნდა პირის ღრუს რეაბილიტაცია სრული ნიშნავს, რომ ყველაფერი ბოლომდე.
ანუ კბილებით რო წავიდეს. ასევე ის არის ჩამოსული, რომ აქ პლასტიკური ოპერაციები გაიგეთოს, იქ მკერდი გაიგეთოს, დუნდულო აიწიოს, რაღაც ახე გადაიჭიო. ანუ ყველაფერი ერთდროულად უნდა რომ მოასწროს. 10 დღეში. ხო, 10 დღეში. ნუ ზოგს 7 დღეში, ზოგს 15 დღეში. მაგრამ ნუ შეზღუდულია ექიმი ყველანაირად. ამიტომ მე მართალი გითხრათ არ მიყვარს. მე მუშაობდი ამ მიმართულებით უცხოელ პაციენტებთან და შევწყვიტე. არა იმიტომ რომ რაღაც გართულებები იყო და ისინი იქიდან მირეკავდნენ. რაღაც პასუხისგებლობის გზნობის შეგრძნება მაქვს, რომელიც აი როგორ გითხრათ, არ შემიძლია რომ აი გავუკეთე ადამიანს ოპერაცია და მეორე დღეს დაეხურა კუდი და გადაფრინდა სადღაც 5000 კილომეტრით იქით და რამე რო იყოს, მას ვერ მივეხმარები. ჩემ გაკეთებულ საქმეში რაღაცა რო იყოს ისეთი, მე რა ვიცი, ოპერაციას რო ვაკეთებ, პაციენტებს 24-48 საათში ვნახულობ. თუმცა გამიგია, რომ უხსენებლებისგან სხვაშორის კონფერენციებზე რატო უნდა დაიბარო პაციენტი მეორე და მესამე დღეს, ხა იმ დასიებული სახითო ქუჩაში ხო არ ნაატარო და იმით ჩალურჯებებით. მოვიდეს 15 დღის შემდეგ. რა ვიცი, იმ 15 დღეში ხო შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ პაციენტმა არ შეგეხმიანოს და ჩათვალოს, რომ ესე უნდა იყოს და რაღაც შეუქცევადი გართულება განვითარდეს. აი ეს არის ჩემი დამოკიდებული. იცით, მე აქ ხედავ კიდევ ერთ პრობლემას, როგორიც არის საერთაშორისო ბრენდების იმპლანტებზე მუშაობა და შერჩევა. ეხლა აგიხსნით რას გულისხმობ. როდესაც პაციენტი თუნდაც ემიგრაციაში წასული ქართველი ადამიანი ბრუნდება საქართველოში სტომატოლოგიური манипуляციისთვის, კერძოდ კბილის იმპლანტაციისთვის, მნიშვნელოვანია რომ ჩემი აზრით, ფიქრობ თქვენც დამეთანხმებით, რომ მას ჩაუსვას ექიმმა სანდო იმპლანტი, საერთაშორისო იმპლანტი. ჩემს ერთ-ერთ ეპიზოდში, ამ პოდკასტის ეპიზოდში, იყო სტუმარი თამუნა ყურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ჩვენს ბაზარზე საქართველოში ისეთი იმპლანტები, კომპანიები, ბრენდები, რომელიც არც კი იგუგლება. თქვენ წარმოიდგინეთ, პაციენტს ჩავუხრახნით იმპლანტს გაუგებარი კომპანიის, შემდგომ ის მიდის სხვა ქვეყანაში, ევროპაში, ამერიკაში და მას აქვს გარკვეული პრობლემები ან გარკვეული პროცედურა უნდა ჩაუტარდეს. თუმცა მან აღარ იშოვება ამ იმპლანტის რაღაც გარკვეული ელემენტები. და რაც ხათაშორის არ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა. მე ესე ვფიქრობ. როგორ დგას ესეც საკითხი? არის იმპლანტები, რომელიც იგუგლება, მაგრამ მაინც ხარისხი საჭოა. ხო, ხარისხი საჭოა. თორე საიტის შექმნას რა უნდა? ხელოვნური ინტელექტის ხო, ფონზე ხო, და მაგრამ საიტ თავის დროზე მეც შემიძლია რომ გავაკეთო. დავждები და გავაკეთებ. დიდი ახლა IT-შნიკი მე არა ვარ. ახლა მეორე საკითხი. რომ მაგალითად პაციენტს რაღაც ჭღრ-პღრ იმპლანტი აქვს, რომელიც ჩამოვიდა ექიმთან და ეუბნება რომ მე ვცხოვრობ შეერთებულ შტატებში. და ამან რაღაც ეს რაღაც გაურკვეველი იმპლანტანტი შესთავაზა. დავიწყოთ იქიდან რომ ექიმმა არ უნდა შესთავაზოს ის იმპლანტანტი, რომელიც არ იყიდება იმ ქვეყანაში, სადაც ძირითადად ცხოვრობს ეს ადამიანი. ანუ იმ ბაზარზე ეს იმპლანტანტი უნდა იყიდებოდეს. ნუ კარგი, მაინც ჩავუხრახნა ეს რაღაც. ის რომ იქაური ექიმები აქაურ ოპერაციებს ხელს არ კიდებენ, არ არის გამოწვეული იმით, რომ რაღაცას ვერ შოულობენ. დღეს ყველაფრის შოვნა შეიძლება, აბსოლუტურად. იმ ჭღრ-პღრ იმპლანტანტის, აბატმენტის და ჭანჭიკის შოვნა შეიძლება ინტერნეტით. გამოიწერს, ჩამოუვა და მიიღებს. ძალიან ბევრი, ესე იგი, სადისტრიბუციო თუ რა ქვია მაგას, მიაქვთ სადილერო კომპანიები მუშაობს ასეთ რაღაცაზე. ისეთ რაღაცებს ნახავთ, თვალები გადმოგცვიდებთ. ხო, და ასე რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ იქაურ ექიმს არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აქ ნაოპერაციებ სიტუაციაზე, დენტალურ იმპლანტაციაში. დენტალურ იმპლანტაციაზე მაქვს მესავე, თორე აქ გაკეთებულ კარდიოქირურგიულ ოპერაციაზე იქ პაციენტს რამე პრობლემა შეექმნას, კარდიოქირურგი ვარს არ ეტყვის. ეს შეგიძლიათ ნახოთ, მოიკითხოთ, გაიკითხოთ და აღმოჩნდება, რომ ესია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს სამედიცინო სფეროსა და სტომატოლოგიური სფეროს შორის დიდ ნაპრალს, რომელსაც მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე. ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანს რო უჭირს მოვიდა შენთან და რაღაც პრობლემა აქვს და შენ ორი წადი და მიხედე და გაიკეთე იქ, სადაც გაიკეთე. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ძალიან არასასიამოვნო ესპანელ დანტისტ იმპლანტოლოგთან, რომლის პაციენტი გართულდა საქართველოში ყოფნის დროს, ქართველი პაციენტი. მე იმ პაციენტს მივხედე წერილობით გავუგზავნე რაპორტი
რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, სურათები გავუგზავნე, ტომოგრაფიული სკრინები გავუგზავნე, ყველაფერი. მოგეთ ეს იმპლანტი გადავარჩინეთ და იმან დიდი მადლობა გადამიხადა. 2 წლის შემდეგ ჩემს პაციენტს მოეშვა მაფორმირებელი იმ ქალაქში. და მე ეს პაციენტი გავაგზავნე იმ ექიმთან, რომ აი მაფორმირებელია მოშვებული, საჭირო 1.27-იანი ჰექსაგონი, რომ მოუჭიროს უბრალოდ. და იმ ექიმმა უთხრა, რომ ეს მიბრძანდით და იქ მოაჭერინეთ, სადაც ჩაისვით. ძალიან საზიზღარი წერილი მივწერე ამის შემდეგ. იმიტომ რომ მე თუ შენ პაციენტს მივხედე აქ, მაფორმირებლის მოჭერას რაღა უნდა. მიხვდით ხო? ანუ ძალიან იცილებენ თავიდან. პასუხისმგებლობის. აბსოლუტურად, აი, ცდილობენ რომ ესეთი პაციენტი არ მიიღონ. არ ვიცი, ესეთი ამბავი ხდება, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დამეთანხმება. ახლა შეიძლება აქ მაცხოვრებელს ამაზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს, მაგრამ შეხება მქონია ამასთან. დღეს დილასაც პაციენტი დამიკავშირდა, რომელიც არის ერთ-ერთ ქვეყანაში იმპლანტირებული, ეხლა ცხოვრობს საფრანგეთში, საფრანგეთში შემოიერა ალბათ 15 იმპლანტოლოგი, რომელმაც ხელი არ მოკიდა. უთხრეთ, წადი იქ გაიკეთე, სადაც გაიკეთე. ჩემი პაციენტი არ არის, უბრალოდ მე დამიკავშირდა, რომ მე ჩამოდივარ საქართველოში ცოტა ხნით და თუ შეიძლება თქვენთან მოვიდეო. რა ვიცი, ხო, პასპორტები ვთხოვე და მითხრა, რის პასპორტებია. აღმოჩნდა, რომ მარტო საქართველოში არ ხდება ეს, რომ პაციენტს იმპლანტს უკეთებენ და მის საიდენტიფიკაციო პასპორტს არ აძლევენ. იტალიაშიც ესე ყოფილა თურმე. იტალიაში გაიკეთა ოპერაცია. აი, MS-ის შემთხვევაში ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ იმპლანტს, რომელიც გადის სადისტრიბუციო კომპანიიდან, ყოველთვის დაანახლავს პასპორტი. ეს თქვენგან ექიმისგან უნდა გადიოდეს ეგ. თქვენ რომ მოუტანეთ ის ცისფერი ბლოკნოტი, იმაში უნდა ჩააწებოს საიდენტიფიკაციო და მისცეს პაციენტს. ახლა მანდ არის ორი საკითხი. ან ეს ავიწყდება ექიმს, ან ამას არ აქცევს ყურადღებას, ან აძლევს, აი პაციენტი კარგავს. კარგავს. მე მქონდა სამი შემთხვევა, რომ ჩვენი კლინიკის შესასვლელში ეგდო. და ჩვენმა სანიტარმა შემოიტანა. და მეორე მოსვლაზე იმ პაციენტს კიდე ერთხელ მივეცი. სამწუხარო. ერთმა საფერფლეში ჩააგდო, წავიდა. რა თქმინდა ვიგეთ. ხო, მე განა არ უხსნი რა თუნდა, უხსნი, მაგრამ მოხდა. ხდება. ყველაფერი ხდება. თქვენ ახსენეთ მითები დაახლოებით 5-10 წუთის წინ და მინდა რომ ფართო აუდიტორიისთვის ვთქვათ, რით განსხვავდება კბილის იმპლანტი სხვა დანარჩენი სტომატოლოგიური კონსტრუქციებისაგან? ინვაზიით. კბილის იმპლანტანტი სხვა დანარჩენი სტომატოლოგიური კონსტრუქციებისგან განსხვავებით, თქვენს ორგანიზმში არის ჩანერგილი, წვალში შიგნით არის. ეს არ არის ხელოვნური გვირგვინი, რომელიც კბილზეა ზემოდან გადაკრული, ეს არის მოსახსნელი პროტეზი, რომელიც ლორწოვანს ეყრდნობა და შემდეგ. ის არის ჩანერგილი თქვენს ორგანიზმში. პაციენტები ყველაზე ხშირად რაში ცდებიან კბილის იმპლანტაციაზე საუბრისას? პაციენტები რაში ცდებიან? ერთადად ეშინიათ. ეს გასაგებია აბსოლუტურად. სტომატოლოგების საერთოდ ეშინიათ. ეს ძველი შიშებია. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მომავალი, როდესაც ანესთეზიის გარეშე ხდებოდა ხოლმე კორდალობა, ან არ იყო საკმარისი ანესთეტიკი იმ ხარისხის, რომელიც დღეს გვაქვს. და ტკივილის ეშინიათ, რომ ახლა წარმოუდგენიათ, რომ ყბაში რაღაცა უნდა ჩამიდგან, ეს არის აშიში, ეს არის ტკივნეული, კაი დავუშვათ ოპერაცია არ მეტკინა, მერე მეტკინება და სხვაშორის მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის უსაფუძვლო შიშები, იმიტომ რომ მე მინახე პაციენტები, რომელსაც უთქვამთ, რომ ოპერაციაც ეთკინათ, ოპერაციის შემდგომაც ეთკინათ და ტკივილებით ცხოვრობდნენ, მაგრამ არის პაციენტები, რომლებიც აზვიადებს. შფოთვა ახასიათებს. არა, წარმოიდგინეთ ახლა, ოპერაციები ხარ, ხა ჭრილობა გეთკინება, არ გეთკინება? არის ესეთი ადამიანები, რომლებიც აზვიადებს, ამაზე წუწუნებს, ახლა მაგალითად, მე გავიკეთე ოპერაცია. სინამდვილეში. აი ნაღვლის ბუშტის. გავიკეთე ოპერაცია, ხო, მეორე დღეს ხო მას ვერ ვიცეკვებ, რა ტანგოს. ხო გასაგებია ეს. ამხელა ოპერაცია გაკეთებული იქ. მეორე დღეს კარგად ვერ ვიკვებები, სუსტად ვარ. ასე შემდეგ გამიკეთა ცხონებმა მერაბ მკილაძე მას ხონოს მერს. ხო და როდესაც მივედი მასთან, ნაკერებიც არ დაუდი.
როდესაც მივედი მასთან საკონტროლო ასეთ მისვლა მქონდა, მითხრა შენ მე წარმოიდგინე ამ 7 დღის მანძილზე შენთან ერთად ვისაც გაუკეთე ოპერაცია, იმედი twin-და ეს მტკივა, ის მტკივა. ანუ ზოგიერთი აზვიადებს, მივხვდით, არის ეგეთი კატეგორია, მაგრამ ახლა როცა მართლა ადამიანს სერიოზულად ტკივა და ამის ატანა არ შეუძლია. კიდევ ერთი ნიუანსია, ვის როგორი ტკივილის ზღვარი გააჩნია, ვინ როგორ აღიქვავს ამას. მე მითხრა არის ადამიანები პატარა ნემსი რო უჩხვლიტო თიჯი გონებას კარგავს, ხო? და არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თიაქრის ოპერაციაზე მეორე ასისტენტი იყო ქირურგის. მე. ხო, იქ ხელები არ ყოფნიდათ, მეგობარი მიკეთებდა, პირველი ასისტენტი ყავდა და მეორე ასისტენტი იყო საჭირო, კავები დაეკავებდა, ამიტომ სტერილური პროსტინის ქვეშ კავი მეკავა. ქვევიდან. ხო, ასე რომ ვინ როგორ აღიქვავს ამას. აი ესეთ მომენტები არის. ამიტომ აი პაციენტს როგორ აქვს აი როცა მოდის თქვენთან ისთან სიფრთხილით გიყურებთ, იმიტომ ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ აი იცი ოლგამ გამიკეთა, ან კახამ გამიკეთა, არაფერი არ მე გამიგია უყვართ ქართველებს. გაგებით კი ყველაფერი გაიგეს არ ეტკინათ, მაგრამ აი სიტყვა გამიგია და ტკენას აერთიანებენ, მივხვდით, ხო? და ამიტომ კი არ ამბობენ, რომ ხო არ მეტკინება, კითხულობენ, ხო არაფერს გავიგებ. გაგებით როგორ არ გაიგებ, ვარ გძინავს რა, ნარკოზით ხო არ ხარ ზოგადად. ადგილობრივი გაუტკივრებით. გაგებით გაიგებ, მაგრამ არ გეტკინება. ნუ მე უკვე ამასაც აღარ ვაკონკრეტებ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან ადამიანი რომელი რა სიტყვას ამბობს, აი მაგათაც არის ესეთი რაღაცა. მე ამას ვიძახი ხშირად მესმის ხოლმე ტელევიზორში. ის კი არ იძახის, ის ამბობს, მაგრამ ნუ ამ სიტყვას ხმარობს. ვიძახი არის მე ამ თიდან იმ თემაზე ჯოყოლას რო დაუძახე, ჩემი ძროხა ხო არ გინახია მეთქი. აი ეს არის დაძახება და მე ამას ვამბობ. ის ხომ ვერაფერს ვერ გავიგებ. გულისხმობს ხო არ მეტკინება. დაუქნიეთ თავი, არ უნდა გრამატიკაში წასვლა და შესწორება და ლიტერატურული წიაღსვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ არის საჭირო. თქვენ ახსენეთ ნარკოზი. შეიძლება თუ არა რომ კბილის იმპლანტაცია გააკეთდეს ნარკოზით? რა თქმა უნდა შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება, უბრალოდ აუცილებლობა არ არის. არ არის აუცილებლობა და ცოტა უხერხულია. მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიური საუკუნის პირობებში უკვე ესეც შესაძლებელია ძალიან სერიოზულად. რატო იყო უხერხული ახლა მას გეტყვით. სანამ ქირურგიული თარგები დამკვიდრდებოდა ჩვენ მუშაობის პროცესში გვაწყობდა რომ პაციენტი იყოს გონზე, კონტაქტში, იმიტომ რომ ჩასვავ იმპლანტანტს ოკლუზიურად მუშაობ, არ მუშაობ, შენს მიერ შექმნილი სარეცელში ჩადგავ მარკერს პაციენტს პირს მოახურინებ, ნახავ პოზიციონირება როგორი გაქვს. დღეს უკვე თარგი გაქვს. პაციენტს უნდა ეძინოს და ხრინავდეს. მარკერ ჩადგავ თარგს და იქ სადაც განსაზღვრე, ჩადგავ იმპლანტანტებს. არაფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ არის კატეგორია პაციენტების, დღეს ჩვენ საუბრობთ შიშზე, რომელსაც ისე ეშინიან სტომატოლოგის და სტომატოლოგიური სავარძლის, რომ არ შეუძლია მას კომფორტულად იგრძნოს თავი სავარძელში. და მას ურჩევნია რომ დაიძინოს. ჩემს ცხოვრებაში ესეთი მყავდა ერთი და 1000-მდე პაციენტი მყავდა, მეტი არა, საბედნიეროდ. არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც აი ჭირდება რომ ნარკოზით გაიკეთოს. და ამის შესაძლებლობა არის. არის ამის შესაძლებლობა, სხვადასხვანაირად არის კლინიკები, რომელთაც აქვთ აღებული ნებართვა, რომ ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ჩაატარონ ესა თუ ის манипуляცია და თუ არ არის ამის შესაძლებლობა, პაციენტს ექიმს თვითონ იმპლანტოლოგს შეუძლია ერთჯერადი ხელშეკრულება გააფორმოს რომელიმე კლინიკასთან. ხედულობაში მაქვს სტაციონარი და არა სტომატოლოგიური კლინიკა. სტაციონარი გააფორმოს, მიიყვანოს თავის პაციენტი, მივა ის ადამიანი იქ ორშაბათს ან სამშაბათს მოამზადებენ მას ოპერაციისთვის. მეორე დღეს ეს მივა საოპერაციო გამზადებული იქნება, პაციენტი ძინავს, ანესთეზიოლოგი იქ დგას, გააკეთებს თავის საქმეს, ოპერაციას, შეკრიბავს თავის აპარატურას, ინსტრუმენტებს, მოგიდებს თავის ექთნებს, წამოვა, იმ პაციენტს გადაიყვანენ ინტენსიურ თერაპიაში ან რეანიმაციაში, რომ ოპერაციის შემდგომ დაკვირვების ქვეშ იყოს და მესამე დღეს გამოწერენ და დამთავრდა ამით საქმე. რა თქმა უნდა, ცოტა ფინანსურად იზრდება, ხო, ფინანსურად იზრდება. ეს იყო ჩემი კითხვა, დაახლოებით რამდენი პროცენტით იზრდება ნარკოზის ქვეშ დიდად არ იზრდება, კლინიკებს გააჩნია, სტაციონარებს გააჩნია, იმიტომ რომ თქვენი პაციენტი იქ რას იხდის, საწოლ დღეს იხდის და ნარკოზის იხდის. ოპერაციასაც იქ იხდის, რა თქმა უნდა.
იქ ბუღალტერიაში, მაგრამ აი დავუშვათ რაღაცა X თანხა უნდა გადაეხადა თქვენთან და ამას დაემატა Y თანხა, რომელიც ასევე უნდა დაილექოს შესაბამისად იმ კლინიკაში, იმ სტაციონარში. ეს Y თანხა შეიძლება იყოს მეტი X თანხაზე ან ნაკლები. ეს გააჩნიათ რამდენი იმპლანტაციას აკეთებ. ერთ წელს თუ აკეთებ, რა თქმა უნდა მეტი იქნება, იმიტომ რომ 3 დღე უნდა იწვეს კლინიკაში. თუ რამდენი იმპლანტი უნდა შეისვას ხო, პაციენტის. ხო 24 იმპლანტს თუ იკეთებს, რა თქმა უნდა ნაკლები იქნება შედარებით იმასთან. არ არის კატასტროფული თანხებზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სწორედ პაციენტებისთვის ვიტყვი, რომ ალვეოლური მორჩი, ანუ ის ჩვენი ყბების ის ნაწილი, რომელშიც ჩვენ იმპლანტანტის ინსტალაციას ვახდენთ, უხეშბოჭკოვანი ძვლისაგან შედგება. ის იმდენად კარგად იჟღინთება ანესთეტიკით, იმდენად კარგად ბუჟდება, რომ ნარკოზის აუცილებლობა არ არის, თუ არ არის ფსიქოემოციური ფაქტორი. ანუ აი ეს შიშები თუ არის. ეხლა შიშებთანაც შეიძლება ბრძოლა ხალხო, არაფერი პრობლემას ეს არ წარმოადგენს. ეხლა არ არის აუცილებელი ტრანკვილიზატორები დაუნიშნოთ პაციენტს და ესეთი რაღაცები. მელატონინი შეგიძლიათ დაუნიშნოთ, ჰორმონია ჩვეულებრივი ჩვენი ტვინის. პლუს ალბათ ექიმზე დამოკიდებულია. გუშინ თუ გახსოვთ, კონგრესზე საუბრობდით ემპათიის შესახებ. ხო, ეს ცოტა სუსტი წერტილი იყო. კი, ანუ ესეთი საინტერესო თემა იყო. გეტყვით ახლა რატო იყო სუსტი წერტილი. შეგხვდეთ ემპათია, ეს ისეთი რაღაცა, ან ადამიანს აქვს, ან ადამიანს არ აქვს. საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდმა ჩვენ გვაჩვენა, რომ საკმაოდ ემპათიური ერი და ქვეყანა დაიცალა ემპათიისაგან. ანუ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ემპათია აღარ გააჩნია. ეს არ არის თანდაყოლილი. არანაირად არ არის თანდაყოლილი, მოდით ვთქვათ, რომ ბავშვების საზოგადოება სრულიად თავისუფალია ემპათიისგან. კი. თუ დააკვირდებით თქვენ ბავშვებს, ჯენზი არა, ბავშვები მყავს ხედულობაში, აი, ბაგა, ბაღი. იმიტომ რომ ამას ჩვენ ვაწვდით ბავშვს. აღზრდაზე არის დამოკიდებული. ემპათია არის აღზრდაზე დამოკიდებული და არა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენში არის ადამიანური, ჩვენში არის ცხოველურიც. ცხოველებს ემპათია არ აქვთ. ეს იცით. ეს 2x2-4-ია და ახლა დღეს რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს აშიარებენ, ანუ აზიარებენ. ზოგიერთები არწივი დაეშვა და ლომის ბოკვერი იხჩობოდა, წყალში ამოიყვანა, ნაპირზე დასვა. კარგი გაკეთებული ხელოვნური ინტელექტს არაფერი ეშლება, მაგრამ არწივს შეხედეთ, რომ სამი ბრჭყალის მაგერად 5 აქვს და ასე შემდეგ. ანუ უნდა მიხვდეთ, რომ ეს არ არის. აი ავტობუსი დაეჯახა იმას და მე ეს მომენტები არის. არის ცხოველებში არის ერთგულება. ერთგულება ეს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როდესაც ქუჩის ხროვის ერთ-ერთი ძაღლი მანქანამ გაიტანა და დანარჩენი არ შორდება და იქ არის. არის სპილორო მოკვდება და დანარჩენი სპილოები მას რო გლოვობენ. არის ეს მომენტი, არის დელფინებშიც არის. ეს არ არის ემპათია. ეხლა მეორე საკითხი ჩვენ თან რო გადმოვიტანოთ. ემპათია ან გაქვს ან არა გაქვს და ემპათიის თამაში რო შენ ემპათიური ხარ, ამას უკვე აფერისტობის სუნიოდის. და ეს არის სუბლიმაციური მომენტი. სუბლიმაციური მომენტია როგორი, იცით, ანუ ადამიანები სუბლიმაციას ეწევიან, აი მაგათაც გაგიგეთ, ალბათ რომ საზოგადოებაში ყველაზე ბევრს ვინც იგინება, მას ამ გინებაში აღწერილი პროცესები ცხოვრებაში ნაკლებად აქვს. სუბლიმაციას ეწევა, როდესაც მაგალითად მას არა აქვს ეს, ის ცდილობს, რომ ეს სუბლიმირება მოახდინოს, მოახდინოს და ამითი მოახდინოს პაციენტის არა ნდობის მოპოვება ქვია ამას, არამედ ქვია ალბათ მოხიბლა. და ნდობის მოპოვებასა და მოხიბლას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. მე ახალგაზრდა რო ვიყავი, გოგონების მოხიბლას ვცდილობდი ხოლმე. ეს არ იყო სწორი საქციელი. მოხიბლა მერკანტილური მომენტია. ნდობის მოპოვება ეს როგორი რაღაცა, იცით, თქვენ ნდობას იპოვებთ არა იმისათვის, რომ რაღაც გამორჩენაზე იყოთ, არამედ თქვენ ხართ ესეთი პიროვნება, რომ გინდათ რომ ადამიანი გენდობოდეს და თქვენც გინდათ რომ მას ენდოთ. ყველა ხო თავისი გადმოსახედიდან საზღვრავს ყველაფერს. ამიტომ მინდოდა მე თქვა, რომ ემპათია ან აქვს, ან არა აქვს. თუ არა აქვს, ის თამაშობს. თუ აქვს, ესეც მოჩანს, რა თქმა უნდა. ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ნდობა არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი გეკითხება პაციენტი, თქვენ რას მირჩევთ?
ხო, სწორედ კონსულტაციაზე პაციენტი მაგისთვის არის მოსული, რომ თქვენი რჩევა და რეკომენდაცია მოისმინოს. მაგრამ აქ არის განსაზღვრული რაღაცა. არის შემთხვევები, როდესაც რჩევა გაცემული შეიძლება იყოს მერკანტილური და შეიძლება იყოს რჩევა, რომელიც ალალად სწორად არის გაცემული და უნდა დავაკვირდეთ ერთ რამეს. უმეტეს შემთხვევაში თქვენი მოსაუბრე ვინც არის, აი გუშინ ვცდილობდი მე თქვა ჩვენი ლექტორისთვის ეს. ადამიანები ცდილობენ მოისმინონ ის, რაც უნდათ რომ მოისმინონ. სამწუხაროდ და თქვენ რამდენიც არ უნდა მას კარგი და სწორი რჩევები მისცეთ. მაგალითს მოვიყვანოთ. ახალგაზრდა რო ვიყავი, ფინანსურად ყველას გვიჭირდა და დამატებითად მუშაობდი სტომატოლოგიურ კლინიკაში. შაბათ-კვირას მორიგეობდი და ასე შემდეგ. ღამის მორიგეობები ხო ქონდა და ქონდა. ადამიანი მოდის წარმოიდგინეთ, კბილი ტკივა. ატკივდა კბილი, მოვიდა და ხედავთ რომ ეს კბილი არ არის ამოსაღები. ემპათია სწორედ ის არის რომ მას ტკივილი გაიზიარო, გაიაზრო მისი მდგომარეობა, ტკივილი გაუყუჩო და ვფიქრობ რომ აუხსნა რომ ეს კბილი არ არის ამოსაღები და ეს კბილი კიდევ იმუშავებს 30 წელი თუ ის სწორად მოიქცევა და იმკურნალებს და ეს არის ემპათია. და ჩემი ეს რჩევები ყოველთვის რჩებოდა უყურადღებოდ. ხონდა შემთხვევები, როდესაც მითხრა პაციენტმა რომ გეზარება ახლა შენ ამ კბილის ამოღება და იმიტომ არა მე ხალისება ღამის 2 საათზე აქ დგომა, მეზარება არა, просто აი აქ ვარ უბრალოდ იმისათვის რომ მეხალისება ღამით აი აქ ყოფნა. წავიდოდა სხვა რომელიმე კლინიკაში და ამოიღებდა იმ კბილს, რომელსაც შეელო მკურნალობის შემთხვევაში კიდე სიცოცხლის ბოლომდე ქონოდა. ანუ მიხვდით ხო, ადამიანი არის განწყობილი ამაზე და თქვენ რაც არ უნდა კარგი რჩევა მისცეთ, ის თქვენს რჩევას აისხლიტავს, როგორც წვიმის წვეთებს სალი კლდე. სამწუხარო, ესეთია ცხოვრება. ჩვენ დათა თუთაშხი ესე არ იყოს, ვერ გამოვასწორებთ ამას. მაშინ კითხვა იპატება. დიახ. როგორ შევარჩიოთ კარგი ექიმი? შეგვიძლია თუ არა ვენდოთ ეგრეთ წოდებულ Instagram ექიმებს? ისეთ რომელ ექიმს ვენდოთ? როგორ ავარჩიოთ ის ექიმი, რომელიც თუნდაც აი ამ კბილის იმპლანტს მოდით მე ზოგადად გიპასუხებთ, რომ დავანებებ კბილის იმპლანტზე საუბარს ცოტა ხანი თავი. სამსახურში ყოფნის მაგამ. მე ხო ვარ პაციენტი. ხან გული შემაწუხებს, ასაკში ვარ უკვე. ხან გული შემაწუხებს, ხან მუხლი და ბატონი ლევანის არ იყოს წულაძის ჯოლაში, ხან მუხლი მდგივა, ხან იშიაზიო, ხან ეს, ხან წელი მდგივა. მე ხო ვარ პაციენტი. მე ძირითადად ვარჩევ ექიმს იმის მიხედვით, როგორი გამოხმაურებები აქვს პაციენტებს. პირველ რიგში, მეორე კოლეგებს და მესამე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ეწევა თუ არა ეს ექიმი თვითრეკლამას. თუ თვითრეკლამას ეწევა, მე იმ ექიმთან არ მივდივარ. თუმცა შეიძლება კლინიკას ქონდეს გამართული მარკეტინგის თვითრეკლამა და კლინიკის რეკლამა სხვადასხვა რაღაცა. შეგვიძლია კლინიკა აკეთებს რეკლამას. ჩვენს კლინიკაში სამშაბათობით და ხუთშაბათობით მუშაობს ცნობილი ექიმი ოლგა ემილიანოვა. ეს ერთი თემაა. მეორე თემა, როცა ოლგა ემილიანოვა გამოდის და ამბობს, მე ცნობილი ექიმი ეს ტვინით გაბერილი, მაგისთანებიც მინახია ბევრი მომისმენია. სამშაბათს და ხუთშაბათს ვიქნები ამ და ამ კლინიკაში და აბა თქვენ იცით, ჩაწერში ადგილები შეზღუდულია, დროზე მოდი. ეს არის თვითრეკლამა. მე ასე ვარჩევ ექიმს. და ჯერჯერობით არ შემწარ ვარ. როცა დამჭირდა, ფაქტიურად ყოველთვის კარგ ექიმთან მოხვედრილ რა, იცი ღმერთმა არ დამაჭიროს, მაგრამ კარგი სპეციალისტები ჩვენ გვყავს კარგი სპეციალისტები. თქვენ აღნიშნეთ ქირურგიული თარგი. დიახ. ვფიქრობ, ფართო აუდიტორიისთვის საჭიროებს უფრო მეტ ახსნას თუ რა არის ეს ქირურგიული თარგი და ბარემ მივაბავ მეორე კითხვას. როგორ შეიცვალა თქვენი პრაქტიკა, თქვენი საქმიანობა იმის მერე, რაც შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი, ინტრაორალური სკანერები, 3D ბეჭდვა და დავაკავშიროთ ალბათ ეს ორი თემა ერთმანეთს, თარგები და ინვესტიციები. თარგი პაციენტისთვის გასაგები რო იყოს, ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ჩვენ
ზუსტად ვათავსებთ იმპლანტანტს იმ მიდამოში, სადაც საჭიროა რომ იყოს კბილი. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ რომ კბილი პირში უნდა იყოსო, მაგრამ პირი პატარაა, მაგრამ არსებობს წერტილები, სად უნდა ჩავსვათ, სად არ უნდა ჩავსვათ, სად ჭირდება ორთოპედს, რომ შემდგომში ორთოპედი ანუ პროტეზისტი, გასაგები რო იყოს, რომ მან სწორად მოახდინოს თქვენი პირისღრუს რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციაში ამ ჩასმის კუთხეს მდებარეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი ეს მოწყობილობა, რომელიც მზადდება, გვაძლევს ამის საშუალებას. რაც შეეხება ახლა ყველაფერი დანარჩენს ტექნოლოგიების განვითარებას, ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა, ძალიან სერიოზული წინსვლა, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 6 წელი გავიდა, რაც ჩვენ მაგალითად ტომოგრაფი ვიყიდეთ. რაც შევძელით, რომ ტომოგრაფი გვეყიდა. და უკვე პროგრამა იმდენჯერ შევცვალეთ და გავააქტიურეთ და განვაახლეთ, რომ ხო, ნუ ეხლა მოდი ტელეფონის მასე ერთი ტელეფონის ყიდვას ვერ ასწრებს ხალხი, მეორე რო გამოდის, უფრო განვითარებულა. ანუ ტექნოლოგიები ვითარდება ძალიან სერიოზულად. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი გასათვალისწინებელი რა, რაც არ უნდა განვითარებული იყოს პირშინთა სკანერი, ტომოგრაფიაში არსებული პროგრამა, რომელიც დღეს უკვე უჩემოდად სვავს, იცით იმას, მეშვიდე თაობა უჩემოდ სვამს იმპლანტს. ანუ მიუთითებ რა ადგილი გინდა და რომელი იმპლანტი გინდა. პოზიციონირებაც. და თვითონ სვამს. ქვედაყბის არხს თვითონ საზღვრავს. ხაიმურის ზღურს სად არის, ცხვირის ზღურს სად არის, სასუნთქი გზებისა და თვითონ საზღვრავს უკვე. ანუ მე შემიძლია დავიხურო ხო და სახში წავიდე, ხვალ ალბათ ოპერაციების კეთებასაც ხო, ხო. ნუ არ იქნება ეს, იქნება და ბოლო ავდგები გამაქვს მოვიკიდებ მხარზე, დავიხურო ტროპიკულ ქუდს და წავალ იმ ჩემს ბუნებაში და ბავშვობის ოცნებას ავისრულებ. ხო, მოგეთ დაუბრუნდეთ ამას. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ნიუანსი რა, ადამიანური ფაქტორზე აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩემი ასაკების არის შეიძლება ახსოვთ ჩვენ იგავარაკებს გვასწავლიდნენ სკოლაში, იყო ესე კრილოვი იყო ესეთი რუსი იგავარიკების ავტორი და მას ჰქონდა ესეთი შესანიშნავი მაიმუნი და სათვალე. რამდენი სათვალიც არ უნდა გავუკეთოთ მაიმუნს, ის აინშტაინი არ გახდება მაიმუნი იქნება მაინც და შეიძლება ვერ გამოიყენოს ეს სათვალე. ამიტომ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არის მაიმუნები, რომელსაც შეიძლება თუ ასწავლოთ. აი მაგათაც ცნობილი მაიმუნი, რომელსაც დაქტილი ასწავლეს და თავის სურვილებს დაქტილი ხელებით საუბარი ხო და თითებით აგებინებდა რა უნდა და წყალი უნდა და თუ შიოდა. ამიტომ შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ტექნოლოგიები რო ვითარდება, ჩვენც უნდა ფეხი აუწყოთ და განვითარდეთ. იმ ტომოგრაფიის გამოყენებაც უნდა ვისწავლოთ, იმ სკანერის სწორად გამოყენება. ეს ყველაფერი, ამიტომ მასტერკლასები, აი რომელიც ტარდება, არის ძალიან აუცილებელი და ძალიან საჭირო. მანუალურ ჩვევებს აქვს მნიშვნელობა, ცოდნას აქვს მნიშვნელობა, თორემ ნუ ნახო ვიტყვი მე ესეთ რაღაცას, გულახდილად გეტყვით ხა პირდაპირ ვიტყვი, მე სკანერის ხმარება არ ვიცი. ხო? და მე ესე რომ გამოვაცხადე ხო სკანერი ვიყიდო, დავდგა და სკანერი მაქვს და რაღაცა და აი ეს და რაღაცა და ამდოს არ ვიცოდე. შედეგს ხო ვერ დავდებ არა. მე ხომ ამ სკანერით მუშაობა უნდა ვისწავლო. მართლა არ ვიცი სკანერით, იმიტომ რომ მე ხა ჩემ საქმეში არ მჭირდება და ყავს ჩვენ სპეციალისტები, რომლებიც არის ამ შეჭრება. სამი კაცი ყავს, სამი ერთი მეორეზე უკეთესი ექიმი, რომელიც ამას აკეთებს. მე არ მჭირდება და ამიტომ არ ვიცი, არც მისწავლია რა ვიცი. მაგრამ აი ხვალ რო თქვა, რომ აი მოიტა ეგ სკანერი აქ დავდო და აი მე სკანერი მაქვს. მე თუ არ ვისწავლე ამ სკანერის ხმარება, შედეგს კარგს და ზუსტს ვერ დავდებ, იგივე თარგზეც. თარგის დამზადება და გამოყენება თუ არ ვისწავლე, კონდეს ეს თარგი. იმის არ იყოს, მანქანა ვიყიდეთო და მე რავი, ტარება არავინ არ ვიცით ოჯახში და კიდგას ეზოშიო. მივხვდით ხო რას მოვა. ამიტომ აი ეს მომენტები არის გასათვალისწინებელი. ეს ახალი ტექნოლოგიები აძვირებს პროცედურებს თუ პირიქით? არა იაფებს. არა იაფებს. ეხლა მოდით ეს რეალურად შევხედოთ საკითხს რა. მე მჭირდება თარგი. პაციენტისთვის მჭირდება თარგი. პაციენტი არის სპონსორი თავისი მკურნალობის. პაციენტს სჭირდება, რომ მე ზუსტად გავუკეთო, ციფრული ტექნოლოგიების დონეზე ჩაუტარო. ესე იგი, ის აფინანსებს ამას.
მე მინდა სკანერი იმისათვის, რომ პაციენტს გავუკეთო, ზოგიერთმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ ეხლა სკანერი რომ იყიდეო, საანაბეჭდო მასალას ხო აღარ ხარჯავო და ამის თანხა შეგვიძლია ჩვენ უკაცრავად საანაბეჭდო მასალის თანხა და სკანერის თანხა მოდი ერთმანეთს შევადაროთ. ეს ერთი. სკანერი უკვდავი არ არის, მას ცვეთა აქვს. ხო მართალი ვარ? ძალიან დიდი ბოდიში შენ რო ის რაღაც აღარ მოზილე გიფსი თუ რაღაცა იმაში იმისი 20 თეთრი ამხელა 38,000-იან ევროიან რაღაცა აპარატურა ხო აპარატურას ცვეთა აქვს შემოკარგება იმ აპარატურის ცვეთა რა თქმა უნდა იდება მკურნალობის განფასებაში სწორი ბუღალტერიის შემთხვევაში ასეა თუ ისეა სტომატოლოგია შეიძლება სხვებთან შედარებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან იაფია, მაგრამ ტექნოლოგიები იგივეა. ტექნოლოგიები, აპარატურა იგივეა, ძალიან ბევრი კარგი აი მაგი მინდა სწორედ გითხრათ შემოკარგებო, რომ ტექნოლოგია იგივეა, ტომოგრაფი იგივეა, სკანერი იგივეა, იმ ექიმმა თუ რომელიც მაგალითად ერთ-ერთეულ იმპლანტანტს 3000 ევრო დაკეთებს თუ კრედიტის გარეშე იყიდა ეს სკანერი და ეს ტომოგრაფი ჩვენ კრედიტებს ვიხდით და შესაბამისად ეს ჩადებული არის განფასებაში და მიუხედავად ამისა რომ ჩადებულია განფასება ჩვენთან 3000 ევრო არ ღირს ერთი წალი იმპლანტანტი. ნამდვილად ეგრე. ხო. ანუ განსხვავება ამ ფასებში არის ჩვენი ხელფასის და ჩვენი შემოსავლების ხარჯზე და არა იმიტომ და რაღაც. მიმეხვდეთ ხო რომ ის ჩვენზე უკეთესია. არა რა თქმა უნდა. იმასაც აქვს. მე ხა პალაჩის ვერ შევედრები. მაგრამ პალაჩი რა ფასშიც მუშაობს იმ ფასში მე საქართველოში ვერ ვიმუშავებ. ვერცეთ პაციენტი ვერ შეწყვეტება მაგ ფასს, ხო? აი ეს მომენტია სამწუხაროდ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რა არის ეს ახამასთანად იყო საუბარი ეს რომ ჩამოვიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები შეხედონ აქ რა კაი მდგომარეობაა რა შესანიშნავია. მართლაც ესე რომ გაივლი გამოივლი რესტორნებში ადგილი არ არის. სტუმარი მყავდა ამასთანად ჩამოყვანილი ადგილი ძლივს ვიშოვე სადღაც დამჯდარიყავით. მართლაც, მაგრამ მოდით ერთ რამეს შევხედოთ რა. ჩვენ მაინც ისეთ ცოტა ესეთი ხალხი ვართ. რაშიც ვიმეტებთ ფულს. ის არ არის ცოცხლისათვის არსებობისათვის საჭირო და აუცილებელი და რაშიც ვერ ვიმეტებთ ფულს. სამწუხაროდ ის აუცილებელია, აუცილებელი. კი, ამაში ვერ ვიმეტებთ. იმაში არ გვენანება, ამაში გვენანება. და აი ეს სტომატოლოგიის განვითარება ბოლო 15-20 წელიწადში ძალიან სერიოზულად წავიდა საქართველოში და რას მინდა ეს ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი იმიტომ რომ ტექნოლოგიები განვითარდა, მაგრამ იმ ტექნოლოგიებს სტომატოლოგი ხო უნდა მიწვდეს, მე გეტყვით რატო განვითარდა. გინდა გითხრათ. ჩვენ რო გვემუშავა ყველას როგორც ცხონებული დეჩემის დაქალი როზა დეიდა მუშაობდა პლეხანოვზე. სახელმწიფო სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. სტომატოლოგია არსად არ განვითარდებოდა, ისევ იმ დონეზე იქნებოდა. კერძო სფეროში როგორც კი გადავიდა სტომატოლოგია, ანუ კერძო ხელში როგორც კი ჩავარდა, მან დაიწყო განვითარება. სწორედ ამიტომაც არის რომ ქვეყანა იმისათვის რომ განვითარდეს, უნდა იყოს კერძო საკუთრება. და კერძო საკუთრებას მისი მფლობელი თვითონ მიხედავს და განავითარებს. ეს მარტო სტომატოლოგიას არ შეეხება, ყველაფერს შეეხება აბსოლუტურად. კერძო საკუთრების კულტი უნდა იყოს საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ არ აქვს, რომელიც აი ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ითხოვს, რომ ქარხანა გახსნას მთავრობამ, ფაბრიკა გახსნას, ვინმე ინვესტორმა კი არა, ვინმე მდიდარმა კაცმა კი არა, რომ შექმნას სამუშაო ადგილი. არა, მთავრობამ უნდა გახსნას. მთავრობამ უნდა შექმნას პირობები, რომ მე ქარხანა გაგიხსნათ. მთავრობამ უნდა შექმნას პირობები, რომ მე მქონდეს კლინიკა ისეთი, რომ მოხალთ გესიამოვნოთ. არც კლინიკა მაგ და არც ქარხანა და არც მექნება ალბათ არასდროს, მაგრამ აი მენტალობის პრობლემა, მენტალობათა ომი მიმდინარეობს. ეს მარტო ჩვენთან არის. კახა ექიმო, თქვენ გაგახსენდათ, თქვენ აღნიშნეთ პალაჩის შესახებ, მისი საქმიანობის შესახებ, თქვენ მას პირადად იცნობთ. თუმცა მინდა ამჯერად შევეხოთ ახალგაზრდა სტომატოლოგებს, დამწყებ იმპლანტოლოგებს და მინდა რომ ესეთი კითხვა დაგისვათ. რას ურჩევდით ახალგაზრდა სტომატოლოგებს, ვინც აი ახლა იწყებს მოღვაწეობას დენტალურ იმპლანტოლოგიაში. ახლა რო ურჩიო რომ ცოდნა და განათლება მიიღეთ, მეთქი ეს ძალიან ბანალური იქნება, ისედაც ვხედავ მე ახალგაზრდა იმპლანტოლოგებს კონფერენციებზე, მასტერკლასებში, გულს უხარია რომ აინტერესებთ, კითხვებს სვამენ, დადიან, ისმენენ, სწავლობენ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ესე გააგრძელეთ აუცილებლად.
ერთადერთ რჩევას მოგცემდით, უბრალოდ აი როგორც პირველი წლის მწოყოლებს აძლევენ ხოლმე რჩევას, აი ხო მწოყოლობას რო ისწავლის მანქანის დარებას და ერთი წლის მწოყოლი როა და უკვე რო თავი შუმახერი გონია, ხო? თამამია. ხო, 50 და 100 ჩასმული იმპლანტანტი ეს ჯერ კიდევ ნუ მოგცემთ თავდაჯერებულობას. იყავით თვით კრიტიკულები. ცოტა ხნის წინ აღნიშნე რომ დაახლოებით 6 წელია ტომოგრაფი ვიყიდეთ, მეთქი მანამდე სხვა კლინიკაში ვაგზავნიდით რაღაცა და ჩემივე ჩასმული იმპლანტების გადამოწმების საშუალება არ მქონდა და გულახდილად გეტყვით ტომოგრაფი რო ვიყიდეთ ჩემივე საკუთარი ჩატარებული სამუშაოების ძალიან დიდი ნაწილი მე თვითონ არ მომეწონა და ძალიან არ მომეწონა. ანუ თვით კრიტიკულები იყავით და იყავით ფრთხილები. ეს ერთი. აი გუშინ ჩვენ საუბრობდით რომ აი გეგმა როცა გაქონდა ეს გეგმა ისე არა ხო? ნუ მე შევახსენე რომ გეგმა A შემდეგ უნდა იყოს გეგმა B აუცილებლად. ცხონებული მამა ჩემი ამბობდა რომ გეგმა A მუშაობს პირველ გასროლამდე. მერე უნდა კონდეს გეგმა B და ყველა შემთხვევაში უნდა კონდეს გეგმა C-ც. ანუ როდესაც ამაზე სხვა შორის აი ერთი კვირის წინ ასწორეთ ბატონი კახამეტრეველი გამოდიოდა კონფერენციაზე და საუბრობდა იმპროვიზაციაზე მუშაობის დროს. ანუ თქვენ რო გეგმა A გაქვთ და გეგმილი და რაღაცა მუშაობის პროცესში რაღაცა შეიცვალა, ამან არ უნდა დაგაბნიოთ, იმიტომ რომ უნდა კონდეთ გეგმა B, რომ ესე თუ არ გამოვა, მე ასე გავაკეთებ. და თუ ის B-ც ჩაიშალა, უნდა კონდეთ მესამე გამოსავალი C. ანუ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის და როგორც გვეკითხარით, უნდა ვიყოთ თვით კრიტიკულები. მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. არა ეს არ ნიშნავს, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოგიყალიბდეთ. არავითარ შემთხვევაში. არასრულფასოვნების კომპლექსი და თვითკრიტიკულობა ერთი და იგივე არ არის. ხალხო. თვითკრიტიკა ნიშნავს, რომ ხარ შენ საკუთარი თავისადმი, შენი საქმისადმი, იმისადმი, რასაც აკეთებ, ხარ მომთხოვნი და იმაზე მეტად მომთხოვნი, ვიდრე პაციენტი მოგთხოვს. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. კახა ექიმო, ჩვენ როგორც წესი, ყავს სტუმარი ვიდეოს სახით, რომელსაც გააჩნია მისთვის საინტერესო და ალბათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვა. ამჯერად ეს გახლავთ თქვენი კოლეგა, საკმაოდ გამოცდილი ექიმე პავლე ხუჯაძე, რომელიც გახლავთ ორთოპედ იმპლანტოლოგი. და მინდა რომ ეს ვიდეო გაჩვენოთ, მოусმინოთ კითხვას და გასცეთ ამ კითხვას პასუხი. ინებეთ? მოგესალმებით კოლეგებო, ბატონო კახა, ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შექმნაში. დღეისათვის ძალიან პოპულარული გახდა სუპერიოსტალური იმპლანტები, ძალიან ბევრს აკეთებენ, თუმცა როდესაც ზღვის დეფიციტი გვაქვს და მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. უკვე დაიხვეწა ტექნოლოგიები, ხდება ციფრულად მოდელის დაპრინტვა, ამ ტიტანის გამოჩახვა და ძალიან სუსტია და თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად არის მისი გაკეთება ასეთ რელევანტური. კითხვა გასაგებია, მადლობა პავლეს. საზოგადოება მას უფრო ექიმი პაკოს სახით. პაკო. ძალიან დიდი მადლობა პავლეს შეკითხვისთვის. უბრალოდ მე მინდა პავლეს შევახსენო, რომ დაახლოებით 12-15 წლის წინ ასევე ძალიან პოპულარული იყო ბაზალური იმპლანტები. და ის რომ სუპერიოსტალური იმპლანტებმა მეორე სიცოცხლე იპოვეს, ეს ცუდი არ არის, ეს კარგია. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც სუპერიოსტალური იმპლანტი არის გამოსავალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს არანაირად, რომ სუპერიოსტალური იმპლანტებით ვიმუშაოთ ყოველთვის, როდესაც გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ ჩვეულებრივი კლასიკური გზით. დენტალური იმპლანტაციით რეაბილიტაცია. სუპერიოსტალურ იმპლანტებს თავისი დანიშნულება აქვს, თავისი ჩვენება აქვს. და ეს არ არის ცუდი, ეს არის კარგი. ანუ მათ მეორე სიცოცხლე იპოვეს, ანუ ერთი იყო პერიოდი სუპერიოსტალური იმპლანტების წიგნშიც. მითითებული მაქვს იმპლანტოლოგიის განვითარების ისტორიაში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს სწორად კარგად აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ მისცა მას მეორე სუნთქვა. მოდით შევხედოთ, რამდენად კარგ შედეგებს დადებენ, რატო იცით, ძირითადად ბუმი ხდება ხოლმე, როდესაც პირველ სიცოცხლეს იწყებს რაღაც მიმართულება. ან პირველ სიცოცხლე უკვე დაამთავრა და 40 წლის წინ და მეორე სიცოცხლე განვითარდა ტექნოლოგიური შედეგების განვითარების შედეგად და მოდით ნახოთ შედეგებს შევხედოთ, რამდენად ხანგრძლივად იმუშავებს ეს ყველაფერი, თორე არის შემთხვევები, როდესაც იმისათვის რომ პაციენტს ჩვეულებრივი კლასიკური
დენტალური იმპლანტაცია ჩაუტაროთ, ამისათვის საჭიროა რომ საკმაოდ ძვირად ღირებული და საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა უნდა ჩაუტაროთ ძვლის გადანერგვის, აუგმენტაციის, რბილი ქსოვილების და ამ შემდეგ აი ამ მეთოდებით. რისგანაც გარკვეულწილად გვანთავისუფლებს სუბპერიოსტალური იმპლანტები, რომელიც პაციენტს აძლევს საშუალებას, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ ფიზიოლოგიურ ცხოვრებას, იმიტომ რომ უკბილობა ეს მარტო ის ხო არ არის ესთეტიკა. ხო, სხვა შორის ჩვენ შესავალში ვთქვით, რომ კახა ექიმო ღიმილი დაუბრუნო, ღიმილი მე არ დაუბრუნე, ღიმილი ორთოპედებმა დაუბრუნეს, ხო, თორე ჩემი გაკეთებულს ხოლმე რენტგენზე დაინახავს. უბრალოდ ციფრულ კვლევაზე და აქ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენთან პაციენტი სწორედ მოდის უმეტეს შემთხვევაში ორი რამისთვის, ეს არის პირველი ეს არის კოსმეტიკა, ვიზუალური კოსმეტიკა, გაიღიმოს კბილები კონდეს. მეორე ადგილზე დგას ფუნქციონალურობა, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, რომ პაციენტები თხოვენ, რომ მარტო ტირაკბილები გაიკეთონ და საღაჭ კბილებზე არ ფიქრობენ და ჩვენი ვალია რომ მათ აუხსნათ, რომ საღაჭ კბილებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ჯანმრთელობისთვის. მე რა რო არ მოჩანს, ხო? ყველა სოფილორენივით ხო არ იღიმება, რომ 32 კბილი უჩანდეს. ზოგს არ მოუჩანს ეს და მეორე ეს არის ფუნქციონალური ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე ფონეტიკა. ფონეტიკა გვავიწყდება ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ რეაბილიტაციის შემდეგ ხშირად არის რომ პაციენტები კი ვერ ამბობენ ბგერებს, ვერ გამოთქვამენ კარგად ს, ტ, რ, ც და ასე შემდეგ. ყველა იმ ბგერას, რომლის დროსაც ენა ეხება სასას. ეს ნიუანსი არის გასათვალისწინებელი, რომ ეს ყველაფერი უნდა ჯამში გვახსოვდეს და ეს მეთოდი სუპერიოსტალური იმპლანტები გვაძლევს საშუალებას, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არის სწორედ ეს ძვირად ღირებული და ხანგრძლივი მკურნალობა, გვერდზე გავწიოთ და ამ მეთოდით პაციენტს დავეხმაროთ. გავუწიოთ მის პირისყრუს რეაბილიტაცია. მინდა რომ ნელ-ნელა დავიწყოთ საუბარი უშუალოდ ოპერაციაზე. თუ რა არის ეს ოპერაცია და ასე შემდეგ. თუმცა პირველი კითხვა იქნება, გაქვთ თუ არა რაიმე სახის რიტუალი ოპერაციის წინ? რიტუალი არის რამდენად შეესაბამება, რომ ოპერაციას სანამ დავიწყებ, მე არ მიყვარს ოპერაციის წინ, როდესაც არის ადამიანები, რომლებიც ოპერაციის წინ კონსულტაციებს ატარებენ, ვიღაც პაციენტებს ღებულობენ რაღაც. მე მიყვარს რომ განვეწყობი ამისთვის, იმიტომ რომ ოპერაციის წინ აუცილებლად კიდევ ერთხელ გავივლი ჩემს გეგმებს. გეგმა A-ს, გეგმა B-ს, გეგმა C-ს. ეს ყველაფერი მაქვს შეტანილი, დალაგებული და ნახულობ მაქვს თუ არა ყველაფერი ის, რაც მე შეიძლება დამჭირდეს ოპერაციის სრულყოფა. ამოწმებ, კაცნი ვართ, ახლა ადამიანი ფაქტორი არ შეიძლება რომ გამოითიშულოს, შეიძლება შეცდომა დაუშვა და რაღაც მასალა არ მქონდეს ადგილზე. ამიტომ აი ყოველი ოპერაციის წინ ვცდილობ რომ ესე იგი ოპერაციის წინ არ ჩავწერო ვიღაც, გარდა ამისა თუ ორი ოპერაციებს შორის რაღაც გარკვეული დრო იყოს იმისათვის რომ მე გადავერთო ერთიდან მეორეზე, იმიტომ რომ ეს არის გეგმიური ქირურგია. შემოკარგება урგენტულ ქირურგიაშიც ვარ ნამუშევარი, იქ არ არის საჭირო ეს. урგენტულ ქირურგიაში თქვენ მუშაობთ იმისათვის რომ პაციენტს შვება მიანიჭოთ და უშველოთ. урგენტული ქირურგია ეს არის დაჩერკებულია ფლეგმონაა გასახსნელი, აბსესია გასახსნელი, მოტეხილი ყბაა გასასწორებელი, არტაშანია დასადები, მოტეხილ ყბაზე კბილია ამოსაღები, რომელიც აწუხებს და ტკივა, ტყვია აქვს მოხვედრილი, ნაჯახი აქვს ჩარტყმული და ასე შემდეგ და სიცოცხლესთან და ჯანმრთელობაზე არის საუბარი. ეს დენტალური იმპლანტაცია ეს არის გეგმიური ქირურგიული ნაწილი, რომელიც წყნარად და მშვიდად უნდა ჩაატაროთ ყოველგვარი აჩქარებების გარეშე და ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ჩვენს ყოფილ ქალაქის მერს რო უყვარდ ფაციფუცის გარეშე. ვინ არის კარგი კანდიდატი დენტალური იმპლანტაციისთვის? შეიძლება თუ არა რომ ყველა პაციენტს გაუკეთდეს კბილის იმპლანტი? ყველა პაციენტს შეიძლება გაუკეთდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ფარდობითი და აბსოლუტური უკუჩვენებები და ეს ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ. კარგი კანდიდატს რაც შეეხება, ყველაზე კარგი კანდიდატია კარგი ნერვული სისტემის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სტომატოლოგიური სავარძლის და წყნარად მშვიდად ძის და გამუშავებთ ისე, რომ არ გიშლით ხელს მუშაობაში. ესეთები ძალიან ცოტაა. უკუჩვენებებზე ოდნავ რა მოგიყვით? ოდნავ არ გამოვა. დიაბეტი თუ აქვს პაციენტს? დიაბეტი. მე როცა მუშაობა დავიწყე, საუბარი იყო, რომ დიაბეტი თუ აქვს, დენტალური იმპლანტაცია არ უნდა გავუკეთოთ. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა შეხედულება და
მხოლოდ ინსულინ დამოკიდებულ პაციენტებზე გვითხრეს, რომ ეს არის უკვე ჩვენება და თუმცა მინდა გითხრათ, რომ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით. ეს ფარდობითი უკუჩვენება ეს არ არის აბსოლუტური უკუჩვენება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით და სოციალ ჩვენს კოლეგებს კვლევები აქვს ჩატარები ქართველებზე მაგალითად, რომ პირველი ტიპის დიაბეტიკები, რომლებიც თავის თავს უფრო ულიან ვიდრე მეორე ტიპის დიაბეტიკები, ისინი მაინც ცოტა ძოულობენ. ჩემს პრაქტიკაში იმპლანტები დეზინტეგრაცია მეორე ჯგუფთან უფრო მომხდარა ვიდრე პირველ ჯგუფთან. თუმცა ფერდობითი უკუჩვენება. რატომ? იმიტომ რომ ისინი თავს უფრო ულიან და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უდიდესი მნიშვნელობა ადამიანი თავის ჯანმრთელობას, თავის პირიზოლს როგორ უვლის. ასე რომ ფარდობითი უკუჩვენება ეს არ არის. თამბაქოზე რა გითხოთ, მაგალითად ევროპა, ამერიკა, კანადაში თამბაქოს თუ ეწევა პაციენტი, მას დენტალურ იმპლანტაციას არ უკეთებენ. იცით ალბათ რატომ? იმიტომ რომ ეს იწვევს სიძავთა სპაზმს. და შესაბამისად ინტეგრაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ვასკულარიზაცია უნდა იყოს იმპლანტის ჩანერგვის შემდეგ და ყველაფერი წყდება. მაგრამ საქართველოს პირობებში ჩვენ ვერ მოვთხოვთ პაციენტს კატეგორიულად, რომ მან დაანებოს თამბაქოს თავი, იმიტომ რომ ჩვენი ზოგად სამოქალაქო კულტურა ჯერ კიდევ იმყოფება იმ დონეზე, მე თვითონ ვეწევი სიგარეტს ახლა პაციენტს როგორ მოვთხოვო კატეგორიულად. ჯერ კიდევ სხვა დონეზე ვიმყოფებით ჩვენ ჩემო კარგებო, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებებში და თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა აკრძალულია კანონის ფარგლებში, თვითონ მენტალობით ჩვენ მაინც ჯერ კიდევ სხვა დონეზე ვართ და ვერ აუგრძალავ პაციენტს მართალი რო გითხრათ. მე ვიცნობ ექიმს, რომელიც გერმანიაში აკეთებს დენტალურ იმპლანტაციას და არაბეთშიც. არაბეთში არც კი ეუბნება სიგარეტის მოწევაზე არაფერს და გერმანიაში თხოვს კატეგორიულად. გააჩნია ვისთან მუშაობს. რა ტიპის გამოკვლევები საჭიროა იმპლანტაციამდე? იმპლანტაციამდე ადრე იყო უზარმაზარი ფურცელი ჩამოწერილი, რეები იყო გამოსაკვლევი, მაგრამ დღეს მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ანამნეზის შეკრების დროს თუ ჩვენ ეჭვები არაფერი არ გაგვიჩნდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ პაციენტმა არ უნდა მოგვატყუოს, არ უნდა გვითხრას ტყვილი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს მისთვის არის ცუდი, ჩემთვის კი არ არის ცუდი. შეგვიძლია რომ შემოვიფარგლოთ მცირე ჩამონათვალით, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ადრე გქონდა ესეთი რა B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი თქვენ ანალიზის ჩაბარების დროს C ჰეპატიტი შეიძლება ფანჯარაში მოხვდეთ და აღმოჩნდეს რომ არ აქვს არაფერი და შემდგომში აქვს და მე თავი ამოყოს 3 კვირის შემდეგ და 3 კვირის შემდეგ რო ამოყობს თავს ისე თქვენ იქნებით დამნაშავე. ამ დროს გქონდა, მაგრამ ანალიზმა არაჩვენა. იგივე მომენტია მაგალითად კალციის შემადგენლობა. ეხლა პარათორმონი თუ არ მუშაობს კალციის შემადგენლობა ანალიზის ჩაბარების დროს შესაძლებელია რომ იყოს კაი რაოდენობა სისხლში, მაგრამ პარათორმონის არასწორი მუშაობის დროს მესამე დღეს შეიძლება ეს კალცი გადასროლილი იყოს მაგარ ქსოვილებში და დეფიციტი. ანუ არის რაღაც გარკვეული მომენტები, რომელსაც ჩვენ ესე ვერ გავაკონტროლებთ ერთჯერადით, ისევე როგორც ახლა დილას ჩააბარე შაქრის რაოდენობა და მომიტანა. არა, გლიკოზირებული შაქარის რაოდენობა იმიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ ხო შეიძლება პაციენტმა თავი მოიწესრიგოს კარგად, ხოლმე რომ წავიდეს ჩააბაროს, ამ დროს პრობლემები ქონდეს და ეს ანალიზი არ აჩვენებს. რა თქმა უნდა, სისხლის საერთო ანალიზში ახლა იქ თუ ეცი აქვს მომატებული და ლეიკოციტები, სეგმენტ ბირთვიანი, ჭირი ბირთვიანები სადღაც ურტყავს იმას უკვე ჭერში, ესე იგი ანთება ორგანიზმში რა დროს დენტალური იმპლანტაცია. ანუ თუ ჩვენ ხედავთ, რომ პაციენტმა გადაიტანა რაღაც დაავადება, ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, ვირუსული ინფექცია ქონდა, ჯერ კიდევ გონზე ვერ არის მოსული კარგად, გადავიტანოთ ეს ოპერაცია, ეს ხო არ არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხო ცეცხლსასროლი ჭრილობა რა, ხო. ამიტომ აი ზედმეტი ხარჯებისგან შეგვიძლია პაციენტი ამ შემთხვევაში უკვე გავანთავისუფლოთ. ოღონდ გულახდილი ნდობის დონეზე დამყარებული, ესე ვთქვათ, უნდა იყოს კავშირი, რომ პაციენტმა არ უნდა დაგიმალოთ არაფერი. ანამნეზის დროს. ანამნეზის შეკრების დროს პაციენტმა არაფერი არ უნდა დაგიმალოთ, ყველაფერი. თუ თქვენ ეჭვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით, კი, ამ მიმართულებით ეხლა თუ ადამიანი ზის თქვენ წინ და დოლის ჯოხები ვით აქვს თითები, რა თქმა უნდა, ეხლა გულსიზრდეთა სისტემას შეიძლება თვითონ აზრი არ არის და უნდა გამოკვლევაზე გაუშვათ. თუ მისი ფერი არ მოგეწონათ, თუ რა ვიცი, ხო 1000 რაღაცები არსებობს, ხო. თუ ეჭვი გაგიჩნდათ მისი ფარისებრი ჯირკვლის და ეჭვი შეიძლება გაგიჩნდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ენდემურ ზონაში ვართ და ამ დაავადების და მინდა შეგახსენოთ ერთი
ესეთი რამ რო 100 დაავადებული პაციენტიდან 15-მა იცის რო აქვს დაავადება 7 მკურნალობს დანარჩენს არ აინტერესებს. ეს ენდოკრინოლოგების კონფერენციაზე მაქვს 2015 წელს მოსმენილი და მე ამან დამშოკა ძალიან სერიოზულად. ანუ ეს გამოდის რომ წარმოიდგინეთ როგორ პროცენტზეა საუბარი რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს თიროიდიტი აქვს ამა თუ იმ ფორმის და მან არც იცის ამის შესახებ. და მართლაც ახლა თიროიდიტი რა სანამ რაღაცა მანამდე არ შეაწუხებს. არა, არ მაწუხებს ამბობს, ხო? მანქანაში თქვენს მანქანის ძრავში ზეთი ყვირილს ვერ დაიწყებს, მაგრამ კი უნდა გამოცვალოთ ხოლმე, ხო? 5,000-8,000 გაივლით, ხო? ამ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები, აუცილებლად. როგორ მზადდება პაციენტი ოპერაციისთვის და ზოგადად როგორ ტარდება ოპერაცია? ნაბიჯ. ძალიან შორს დაგვიყვანს ახლა. ძალიან შორს დაგვიყვანს, შეიძლება დრო არ გვეყოს. ნაბიჯი როგორ ხა პაციენტთან ჩაატარებთ საუბარს, ანამნეზს შეკრიბავთ, გაესაუბრებით, ცდილობთ აღმოაჩინოთ ესე იგი მისთვის მისი ჯანმრთელობისათვის, მდგომარეობისათვის სასურველი გეგმა მკურნალობის, გააცნობთ მკურნალობის გეგმას, პაციენტი უნდა დაგეთანხმოთ ამაზე. რა თქმა უნდა, ფინანსური გეგმაც უნდა გააცნოთ, უნდა იცოდეს ადამიანმა, იმიტომ რომ ის არის ძირითადი სპონსორი თავის მკურნალობის. და შემდგომ ამისა, როცა დაინიშნება ოპერაცია, უნდა გავამახვილოთ ყურადღება აუცილებლად, რომ ეხლა დილას თუ გაიღვიძა ადამიანმა და თავი შეუძლოთ იგრძნო, არ არის აუცილებელი მოვიდეს, მას შეუძლია დარეკოს და გადადოს ოპერაცია. იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხა ანგინიან პაციენტთან არ უნდა იმუშაოთ, ხო? ან ვირუსული ინფექცია თუ დაემართა სიცხე 40, თქვენ აიძულოთ ის მოვიდეს და ოპერაცია გაუკეთოთ, გეგმიური ოპერაციაა ეს, ხო? ამიტომ ესეთი რაღაცა. რაც შეეხება თვითონ ოპერაციას, ნაბიჯ რა ძნელია ამის საუბარი, რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს განაკვეთით ჩატარებული ოპერაცია, შეიძლება იყოს პანჩით, ანუ მუკოტომით ჩატარებული ოპერაცია. დიახ, შეიძლება ეს იყოს თარგის გარეშე, შეიძლება იყოს თარგით. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს დაუყოვნებელი იმპლანტაცია, დაუყოვნებელი იმპლანტაცია ნიშნავს, რომ კბილი ამოვიღეთ და იმავე სეანსზე ჩავსვით იმპლანტანტი. შეიძლება ეს იყოს დაუყოვნებელი დატვირთვით იმპლანტაცია, ანუ ჩავსვით იმპლანტანტი და ზევიდან სუპრასტრუქტურა დავამაგრეთ. სუპრასტრუქტურა არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყოს კბილი. ეს შეიძლება იყოს მაფორმირებელი, ინდივიდუალური მაფორმირებელი, დროებითი კბილი შეიძლება იყოს. ანუ ეს ყველაფერი წინასწარ იგეგმება. და სწორედ ამითია დენტალური იმპლანტაცია საინტერესო და კარგი და მაღალ პროცენტული წარმატებით, რომ სწორედ წინასწარ გეგმავთ ამას, ხო, წინასწარ გეგმავთ ამას, რომ აი პაციენტი მართლა კბილებით გავა, თუ კბილებით ვერ გავა. და ამას წინასწარ უნდა ეს უთხრათ, ახლა თქვენ დაპირდეთ, რომ იცით ოპერაციას გავაკეთებ და კბილებით გახვალ და მე აღმოაჩინო ოპერაციის მშენებლობის დროს თურმე შეგეშალა და მეორე ტიპის ზვლის მაგერად მეოთხე ქონია და ტორკი ვერ მიიღე და იმპლანტანტი ძვალში წავიდა 12 ნიუტონი კვადრატულ სანტიმეტრზე და იმაზე კბილი ვერ დაუმაგრე და მე ბოდიშები მოუხადო პაციენტს. ამას ჯობია რომ პაციენტი წინასწარ იყოს ინფორმირებული ამის შესახებ. რამდენი ხანი გრძელდება ერთი იმპლანტის ჩასმა? ერთი იმპლანტის ჩასმა გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. ანესთეზიის გაკეთებიდან, ალბათ ნაკერის დადებამდე თუ ნაკერს ვატებთ. 15 წუთი საშუალოდ. შეიძლება თუ რა რომ რამოდენიმე იმპლანტი ჩაისვას ერთსა და იმავე დღეს? როგორ, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა ძალიან ხშირია ხოლმე და მე ყოველთვის ვიხსენებ ჩემს უხუცეს პაციენტს, აცხონოს ღმერთმა, ქალბატონ სალომე შალულაშვილს, რომელმაც თავიდან ჩვენ შევთანხმდით 14 იმპლანტზე. და როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, ეთყო კარგად ვერ გადმოიყვანა ვალუტა და მითხრა რომ თურმე იმდენად იაფი ყოფილა თქვენთან ეხლა რომ დავაგვირდიო რომ თუ კიდე ჩამიტებთ რამეს და მოგვიწია გეგმის გადათამაშება და 24 წელი გაიკეთა 72 წლის ასაკში. ამის შემდეგ სანამ კოვიდი დაიწყებოდა 2020-ში წერილობით მილოცავდა ხოლმე ახალ წელს. კოვიდის დაწყების შემდეგ წერილები შეწყდა. მე დავასკვენი რომ ქალბატონი სალომე ჩვენთან აღარ არის. რამდენად უსაფრთხოა იმპლანტაცია და როგორი რისკები არსებობს? რისკები რა თქმა უნდა არსებობს და ეს რისკები არის პირველი რაც პაციენტს ვეუბნებით რომ შესაძლებელია რომ მოხდეს დეზინტეგრაცია. ხდება. რას ნიშნავს დეზინტეგრაცია? ანუ იმპლანტანტის ირგვლივ არ განვითარდეს ოსიო ინტეგრაცია, ანუ
ძვალი არ უბრალოდ სიტყვებით ვიტყვი პოპულისტურ დონეზე, რომ ძვალი არ შემოეზარდოს იმპლანტანტს კარგად. და იმპლანტის ამოღება გახდეს იმპლანტის საჭირო? ამოღება გახდეს საჭირო. ეს ხდება ძალიან იშვიათად, დაახლოებით 2%-ში საშუალოდ, მაგრამ ხდება და არ არის აუცილებელი, რომ 10 იმპლანტს რო ჩასვავთ, 10-ვეს მოუვიდეს ეს. ეს შეიძლება 10-დან 1-ს მოუვიდეს. შეიძლება არც მოუვიდეს, მაგრამ ეს პაციენტმა უნდა იცოდეს და ეს კატასტროფა არ არის, იმიტომ რომ ამოიღებთ იმ იმპლანტანტს, მოიცდით ცოტა ხანი, ერთ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ძვლის მდგომარეობა, მოიცდით ცოტა ხანი, ეს იქნება დაახლოებით 6 კვირა, ჩასვავთ ახალ იმპლანტს იმ ადგილას. ან საერთოდ არ მოიცდით, ამოიღებთ იმპლანტს, გაწმინდავთ ჭრილობას და ცოტა ერთი საფეხურით დიდს, ერთი საფეხურით გრძელს ჩასვავთ ისე იგივე სარეცელში, ოღონდ დამუშავებულ სარეცელში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანთებითი ქსოვილები თუ არის, ის უნდა მოაშოროთ. ეს შესაძლებელია და ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც კატასტროფა. გარდა ამისა, არსებობს ოპერაციის მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები, რომლის შესახებაც მე ახლა არ მოვყვები, იმიტომ რომ ეს არის პროფესიული დონე, ექიმებს უფრო აინტერესებთ ვიდრე პაციენტებს და ეს არის დამოკიდებული მთლიანად ექიმის პროფესიონალიზმზე და სწორ დაგეგმარებაზე. თუ სწორად არის ყველაფერი დაგეგმარებული და პროფესიონალურ დონეზე არის შესრულებული, ეს რისკები ნულის დონეზე არის დაყვანილი. იცით, ერთი კითხვა გამიჩნდა, რახან რისკებზე ვსაუბრობთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა მოხდეს იმპლანტის ამოღება, დეზინტეგრაცია და ამის გარდა შეიძლება ღრძილის რეცესია მოხდეს, ანუ ღრძილის დონე. ეს უკვე შეხედეთ, ღრძილის რეცესია შესაძლებელია მოხდეს მას შემდეგ, რაც სუპრასტრუქტურა დაამაგრეს, თორე თუ ანუ გვირგვინი დაამაგრეს, თორე თუ მანამდე მოხდა რაღაც, ეს უკვე ჭრილობის გახსნაა. თქვენ როგორ გეგმავთ იმპლანტაციას? პაროდონტოლოგთან, ორთოპედთან? დიახ, ერთად. დიახ. ორთოპედში მე ვცდილობ. ეს ნიშნავს იმას, რომ პაროდონტოლოგი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ შემთხვევაში არ არის საჭირო პაროდონტოლოგის ჩართვა, იმიტომ რომ თუ თქვენი იდეალური პაციენტი ყავთ, შესანიშნავი ბიოტიპით, კარგი მოვლილი ღრძილებით, რბილი ქსოვილები თავის ადგილზე, არსად არაფერი პრობლემას არ არის. ეს არის იდეალური შემთხვევა. მაშინ პაროდონტოლოგი ტყუილა შეგვიძლია არ შევაწუხოთ ამ საკითხზე. მაგრამ იდეალური შემთხვევები არის ძალიან იშვიათად. ამიტომ პაროდონტოლოგი საჭირო. 99.9%-ში. მოდით კიდევ ერთხელ შევეხოთ ტკივილს. რამდენად უმტკივნეულოა? ჩვენ ვსაუბრეთ შიშზე, ტკივილზე, დასაწყისში და ნუ ეხლა რა არიცით, არის კიდევ ერთი ნიუანსი, მაგალითად ამასწინებზე ცოლ-ქმარს უკეთებდი ერთ დღეს. მეუღლესთან ძვალიც დაბალი ხარისხის იყო შედარებით, რბილი ქსოვილების დაბალი ხარისხის იყო, სისხლმომარაგებაც დაბალი ხარისხის იყო. გავაკეთეთ ანესთეზია, თან ერთ და იგივე მანიპულაციას ვაკეთებდით. რასაც მეუღლეს ქალბატონს უკეთებდით, იმას მამაკაცს. მან დამთავრდა ოპერაცია, ყინული მივეცით, დაჯდა, რომ ქმარს დაელოდოს, მეუღლეს დაელოდოს. ეხლა მამაკაცს შემოვიყვანი. მამაკაცს ჰქონდა შესანიშნავი ხარისხის ძვალი, შესანიშნავი ხარისხის კერატიზინებული ღრძილი, კარგი ქსოვილები და საოცარი სისხლმომარაგება. და იმდენად საოცარი სისხლმომარაგება ჰქონდა, რომ ანესთეზიის გამეორება დაგვჭირდა შუაგულ ოპერაციაში. იმიტომ რომ როცა მას აქვს კარგი ვასკულარიზაცია, ანესთეზია გადის. როგორც კი პაციენტმა რაღაცა ცოტა ტკივილის მაგვარი იგრძნო, შევწყვეტეთ ოპერაცია და ანესთეზია დაუმატეთ. ანუ ეს არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს და ყოველთვის ხდებოდეს. ხდება, რა თქმა უნდა ხდება. იყო შემთხვევა, როდესაც მაგალითად ძვლის სისქეში ჩასვლისას, სარეცელის გამზადებისას ჩვენ შევხვდა მაგალითად ცოცხალი პლექსუსის, ესე იგი განშტოება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სიძარღვოვანი ნერვული ბადიდან გამოდის ესეთი განშტოებები, რომლებიც მისცენ რამი ალვეოლარეს, დენტალეს, გინგივალეს და ხანდახან არის შემთხვევა, რომ კბილი აღარ არის, მაგრამ ეს განშტოება ცოცხალია და ჯერ კიდევ იკოებება და გონია, რომ რაღაცას აინერვირებს და შეიძლება ეს გზაზე შეგხვდეს. ერთ-ერთ ცნობილ ნეიროქირურგთან მომივიდა მაგალითად ეგ და თვითონ ახლა ჩემზე უკეთესად იცის რა იყო და მითხრა რომ არ მინდა ანესთეზიის დამატება უცებ გაიარეო. თუმცა როგორც კი გავიარეთ ეს ადგილი, ნუ გადაიჭრა ის და დამთავრდა ყველა. ხდება, განა არ ხდება, ხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში 99.5%-ში ალვეოლური მორჩი ძალიან კარგად ყუჩდება. შესანიშნავად ყუჩდება, ასე რომ თუ სწორად არის გაკეთებული ანესთეზია, თუ სწორი მედიკამენტია არჩეული, პაციენტს ოპერაციის მსვლელობის დროს ტკივილი არ აქვს. რაც შეეხება ოპერაციის შემდგომს, მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს ადამიანები, ვინც აზვიადებს. ხა ოპერაციის შემდგომი ტკივილი შეიძლება იყოს, მაგრამ თვითონ იმპლანტანტი
როგორც ასეთი რაღაცა ესეთ ანუ გაჭედვის შეგრძნება შეიძლება კონდეს პაციენტს რომ აი რაღაცა არის გაუვლის ეს ცოტა ხანში მაგრამ არსებობს კიდევ ესეთი ქართულებებში არსებობს ესეთი მესამე დღის ტკივილს ვეძახეთ მე თუ თქვენ დააკელით გაცივება ინსტრუმენტს მშრალად თუ იმუშავეთ შესაძლებელია კი თუ მშრალად იმუშავეთ რა თქმა უნდა მძლოვანი ქსოვილის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი იმპლანტანტის ირგვლივ და ეს გამოიხატება ტკივილში და იქ უკვე პაციენტზე იმედების მიცემა რომ გაგივლის და დავაკვირდეთ ესე არა მჯობია რომ იმპლანტანტი იყოს ამოღებული ამოიღეთ იმპლანტანტი მოიცადეთ 45 დღე და ჩასვით ახალიდან იმიტომ რომ ის გადახურებულია ძვალი და იქ ინტეგრაცია არ მოხდება ყველა დაკარგავდა დროს მაგრამ აქ უნდა გავარკვიოთ აუცილებლად იმიტომ რომ არის შემთხვევები როდესაც პაციენტები ცრუ ინფორმაციას გაწოდებენ აი გაზვიადებაზე რო თქვი და ემოციურობაზე პაციენტი ძალიან ემოციური და ყველაფერს აზვიადებს აი მაგასთან ინექციას უკეთებ და კვნესის ინექციას არ უკეთებ და მაინც კვნესის ოპერაციის მშრალობის დროს კვნესის წყვიტა ოპერაციას და იკითხები ტკენ თრამს არა აბარაშია საქმე ნუ აი მივხვდით ხო ასეთ ადამიანმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ და ტყუილა ამოგაღებინოთ იმპლანტანტი ანუ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება რომ ამოიღო იმპლანტანტი იქ არაფერი ისეთი არ იყოს უბრალოდ მას პოსტოპერაციული ეს დისკომფორტული მომენტი გონია რომ ხო ძვლის შეტანა ახსენეთ რა არის აუგმენტაცია რა არის სინუს ლიფტინგი რას ნიშნავს ძვლის შეტანა ცოტა ისე ჟღერს ძვლის შეტანა ზოგი ხმარობს ეს ძვლის შეტანა ესე პოპულისტურად თქვი მე კი მარტივად ჩვენი ფართო ასევე ამბობენ ხოლმე ძვლის დამატებასაც ამბობენ ხო ნუ რა ვიცი ხო დამატება ძვლის გადანერგვაზე აქვს საუბარი სინუს ლიფტი ანუ სინუსი ღვიმე ღრუ და ლიფტი აწევა ანუ ხაიმურის ღრუ რომელიც მდებარეობს ზედა ყბაზე ეს არის ცხვირის დანამატი ღრუ პაციენტებისთვის ვიტყვი ის მდებარეობს თვალბუდის ანუ ორბიტის ქვემოთ და თქვენი ზედაკბილების ზემოთ ხო ეს ცხვირის ორივე მხარეს და ხშირად გვიშლის ხელს როცა პნევმატიურია ეს ღრუ ანუ დიდია არ აქვს ადგილი რომ იმპლანტანტი ჩავსვათ და ამიტომ ვახდენთ ხოლმე ხაიმურის ღრუს ფსკერის აწევას ხელოვნური ძვლის შეტანის ხარჯზე და ესეთი ოპერაცია საკმაოდ ნაზი ოპერაცია საკმაოდ ნაზი არაფერი საშიში ამაში არ არის ერთადერთი უნდა გახსოვდეთ რომ ნუ ახალი პროტოკოლით 21 დღე მაგრამ მე ძველ პროტოკოლს მივსდევ 45 დღე ამ ოპერაციის შემდეგ ფრენა აღარ და ასევე დაივინგი ანუ ყვინთვა ანუ წნევის ცვალებადობა არ არის სასურველი ეს ხელოვნური ძვალი რა არის ხელოვნური ძვალი არის ხელოვნური ძვალი შექმნილი მაგალითად არსებობს სამი სხვადასხვა ტიპის ეს არის ადამიანისგან მიღებული რომელსაც მე დიდად არ ვწყალობ იმიტომ რომ რა არიცით უმეტეს შემთხვევაში ხო ჩვენ ხო უნდა უთხრათ პაციენტს რა მასალა შეგვაქვს პაციენტს უნდა შეუთანხმოთ მე შეიძლება არ მინდა ოლგას ძვალი მიქნები რაღაც ეგეთ ხო მზადდება ორისგან მზადდება ცხენისგან მზადდება ხარისგან რა თქმა უნდა ლიოფინიზირებული გასტერილებული ყველაფერი გასუფთავებული მაგრამ მანდაც ხო გააჩნია ხა მე შეიძლება ღორი არ მინდოდეს იმიტომ რომ ჩემი რელიგია არ მაძლევს საშუალებას რომ ღორის ძვალი ჩავიდგა მე ესეთ შეხედულება მაქვს დაუშვათ ან იქნებ მე სავარ კაცო პაციენტი უნდა იყოს კრიშნაით ბუდისტი და ძროხას პატივს წემ ისე რომ ძროხის ძვალი არ მინდა ხო აი ეს მომენტები უნდა იყოს შეთანხმებული თქო და არის ასევე ესე სრულად სინთეტური რომელიც ასევე დიდად არ მომწონს არ მიყვარს სრული სინთეტიკა და ეს მასალები ერევა საკუთარ ძვალშიც არის შემთხვევები როდესაც ჩვენ ვიღებთ პაციენტის ძვალს დონორული უბლიდან და რომ მოცულობამ გავადიდოთ ხელოვნური ძვლისა და საკუთარი ძვლის კონგლომერატით ხო შეიქმნას საძირკველი ხო საძირკველი კი ბატონო მეთოდები ამისი არის სხვადასხვა იმიტომ რომ არის შემთხვევები როდესაც ჩვენ ამას ვიყენებთ როგორც პასტას არის შემთხვევები როდესაც ვიყენებთ როგორც აი ფირფიტას არის შემთხვევები როგორც ვიყენებთ როგორც ბლოკს და ასე შემდეგ წებოვანი ანუ სხვადასხვა კი ბატონო სხვადასხვა მეთოდები არსებობს ხა ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვყავს 1-8 საათიანი სასაუბრო თემაა დაახლოებით კარგით მაშინ კითხვა მაქვს როგორ უნდა მოვუაროთ და საერთოდ საჭიროებს თუ არა მოვლას იმპლანტი აუცილებლად საჭიროებს იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებს როდესაც ვაფრთხილებთ ხოლმე რომ ზით რა მას შემდეგ რა თქვენ
ჩაიტარებთ დენტალური იმპლანტაციით სრულ რეაბილიტაციას, ანუ უკვე კბილების გექნებათ რაღაცა, თავიდან 3 თვეში ერთხელ უნდა გამოცხადდეთ, როცა ჩვენმა ჰიგიენისტმა, პაროდონტოლოგმა დაათვალიეროს მდგომარეობა, შემდგომში თუ დამაკმაყოფილებელი იქნება ყველაფერი 6 თვეში ერთხელ უნდა იყოს, თუ ძალიან ხშირად ღებულობთ ხოლმე გაუცებელ სახეს, იმიტომ რომ მე მეგონა, რომ აი გაიკეთე იმპლანტანტი და დაისვენე. ეს ხშირად მოусმენიათ ხოლმე ექიმებისგან. იმპლანტანტს ძალიან სერიოზული მოვლა ჭირდება, იმიტომ რომ იმპლანტანტის ირგვლივ თქვენ პარაპრიოციტარული რეცეპტორები არა გაქვთ შემოკარგება, რაც გაქვთ კბილის ირგვლივ, ამიტომ თქვენ თუ გართულება დაგეწყოთ, თავიდან ვერ იგრძნობთ ამას და როცა იგრძნობთ, უკვე საკმაოდ გვიანი იქნება. ამიტომ ექიმმა უნდა აკონტროლოს ეს ერთი. მეორე, ჰიგიენა გაურმაგებულია საჭირო, იმიტომ რომ თქვენ საკუთარ კბილებსაც უნდა მიხედოთ და რა თქმა უნდა მიხედოთ ხელოვნურსაც. სისუფთავის აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ პირის ზღვრუ ეს არის ერთადერთი მე მგონი ადგილი, რომელიც საერთოდ არ ისვენებს. თორე ხა ორგანოებზე არ ვლაპარაკობ. ორგანოები ხა თქვენ იცით რომ თირკმელი ყველაზე მუშა ორგანოა, ხო? გული ყველაზე ზარმაცი. 80 წელი თუ იცხოვრ ადამიანმა 40 წელი ისვენებს, 40 წელი მუშაობს, ხო? აქვს სისტოლა, დიასტოლა. ხო, ღვიძლი, რაც უდავი რა დღეშია, სულ მუშაობს. და პირის ზღვრიც ესეთი ორგანო არ არის, პირის ზღვრუ ეს არის ის ადგილი, რომელიც თითქმის არავის არ ისვენებს. რატომ? როცა მძინავს რას ვაკეთებ, ხო? რას აკეთებ და ნერვს ვყლაპავთ. ანუ არ ისვენებს ეს ადგილი არასდროს. მე გაიღვიძებთ, საკვები მიიღეთ, კბილები გამოიღეთ, ან არ გამოიღეთ სამწუხაროდ. ლაპარაკობთ, მეტყველებთ, ხო? მუდმივ მოძრაობაში. მე ძალიან მომეწონა გუშინ აი ეს ფრაზა, რომ მუდმივი არაფერი არ არის, რასაც თქვენ უკეთებთ პაციენტს, პაციენტი ცდილობს ყოველ დღე, რომ ის გააფუჭოს. მართლა ესეა. ეს აბსოლუტურად, ანუ თქვენ რაც მას გაუკეთეთ, რეაბილიტაცია, ხო, ეს ხელოვნური კბილები რაღაც. პაციენტი ყოველ დღე ცდილობს, რომ ეს თქვენი გაკეთებული გააფუჭოს. უნებლიეთ, აბზალით ხო არ გააკეთა, არა, თუმცა ზოგიერთი მაგიდასაც იღებს. ხო, ოპერაციის მეორე დღეს. ოპერაციის ხო, შემდგომ მაგიდას კბილებით, ხო. მაგრამ უნებლიეთ, იმიტომ რომ ხო, რა სიტყვის ხო, არ შეჭამოს, არ ილაპარაკოს, ნერვს ვერ გადაყლაპოს ადამიანმა, იმისთვის არის, რომ ფუნქცია შეასრულოს და ამ ხმარებაში, რა თქმა უნდა, რაღაცეები ცვდება, რაღაცეები ფუჭდება, რაღაცეები გასაკეთებელი, რაღაცეები საყურადღებოა. ამიტომ იმპლანტირებულ პაციენტებს კიდევ ერთხელ მიმართავ. 6 თვეში ერთხელ მინიმუმ თქვენს ექიმთან უნდა იყოთ ვიზიტზე. რას ვაკეთებთ უცხოელ პაციენტებთან, რომელიც აი ესე ჩამოვიდა, გაიკეთა, წავიდა. ვაფრთხილებთ, რომ იქ, სადაც ცხოვრობს, მივიდეს. ყავს ესეთი პაციენტები, რომლებიც მიდიან და მე ის ექიმები პროტოკოლის სახით, მე პროტოკოლისგან რეპორტის სახით მიგზავნიან, რომ აი თქვენი პაციენტი იყო, ნახეთ, ყველაფერი წესრიგშია და არიან პაციენტები, რომლებიც დამიქნიეს თავი და всё, დამთავრდა სიმღერა. ზოგადად, რამდენი ხანი შეიძლება გაჩერდეს იმპლანტი ჩვენს პირის ზღვრში? დავი, მე მქონდა შემთხვევა, რომ 9 დღე გაჩერდა და მქონდა შემთხვევა, რომ 2002 წლიდან აქვს. გასაგებია. ხო, ის 9 დღე და საინტერესო ფაქტი იყო. ახალი ჩასმული იმპლანტანტი დაუყოვნებელი, ანუ კბილი ამოვიღეთ იმპლანტი ჩავსვით, ზედგვირგვინს გაუკეთეთ. ისეთი რაღაცა. პაციენტი გავიდა კბილით. კბილით წავიდა პაციენტი, იმიტომ რომ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს ცხოვრებაში ისეთი ხო, ისეთი ამბავი იყო, რომ ხო. მე ამბები ყველაფერი მოთავდა რაღაცა, მე 9 დღეს ხაში ჭამდნენ და ერთ გახსოვდეთ, როცა ხაში ჭამთ, ლავაში ჩააგდეთ ხაში. რბილი. ხო. გამხმარი ლავაში მოგლიჯა და ეს თქვენი ჩასმული იმპლანტანტი ამოტეხა ესე ალვეოლიანად ხო ესე. რა საკიდან შეიძლება გაკეთდეს იმპლანტაცია? გოგონებში უფრო ადრე, თუ მომწიფების პერიოდი არის დასრულებული, სქესობრივი მომწიფება მოხდებულობაში. ბიჭუნებში უფრო გვიან, მოგეხსენებთ მამაკაცები ცოტა უფრო გვიან მწიფდებიან, ანუ ეს არის დამოკიდებული იმაზე, დაამთავრა თუ არა სახიზულებმა ზრდა. ამისი შესწავლა ხდება ან ხერხემლის კისრის მალების გვერდით პროექციაში კვლევით, ჩაზნეკილობებით ჩამოყალიბებული თუა, ან და მაჯისწულების კვლევით. თუ ესე იგი ჩამოყალიბებულია და დამთავრა ფორმირება ამ მიდამოებმა, ესე იგი სახიზულებმა დაამთავრა ზრდა. მაგრამ აქ ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ სახიზულებმა შეიძლება ზრდა დაამთავროს, მაგრამ ცვლილება სახიზულები არ წყდება. სახიზულების ცვლილება მიმდინარეობს. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად მე ახალგაზრდობაში უფრო ვიწრო მქონდა სახე ვიდრე ეხლა, ხო? ანუ ხდება გაფართოება. კი, გაფართოება მიმდინარეობს. ეს გასათვალისწინებელი. არის გამონაკლისები, მაგალითად ბავშვმა მიიღო, თინეიჯერმა მიიღო ტრავმა.
საჭიროების ძვლის შეტანას. აუგმენტაცია შეიძლება, რა თქმა უნდა, ძვლის შენარჩუნების და პროფილის შენარჩუნების მიზნით. არ ნებისმიერ ასაკში შეიძლება აუგმენტაცია. 5 წლის ბავშვს, 6 წლის ბავშვს. აუგმენტაცია შეიძლება. შენარჩუნების თვალს, არა 5 წლის ბავშვს ახლა ჯერ მუდმივი კბილები არა გამოსული. მაგრამ იმპლანტაცია არა. თუმცა ადრე კეთდებოდა იმპლანტაციაც. მაგრამ ბავშვი იზრდება და იმპლანტანტი იქ აღარ აღმოჩნდება, სადაც უნდა იყოს. ძვლის შეტანა ეს რას ნიშნავს, რა ძვლის გადანერგვა რას ნიშნავს, რა ხა იქ ბავშვმა რაღაც ტრავმა მიიღო, იმ ადგილას ხდება რეზორბცია, ანუ განლევა ძვლის და მე ღრძილი ჩავარდება და ამის პრევენციის მიზნით, რომ ეს არ მოხდეს ესეთი რაღაცა, შეიძლება კონსერვაცია მიდამოსი და ესეთი რაღაც შეიძლება ჩატარდეს, რომ შევინარჩუნოთ ღრძილის პროფილი, ხო, ღრძილის პროფილი შენარჩუნოთ, რომ სანამ დასრული გახდება, რომ იქ იმპლანტანტი ჩაისვას. ხშირად არ აქცევენ ამას ყურადღება და მე ბავშვი როდესაც მოდის უკვე გაიზარდა და დავაშკაცდა და ქალიშვილდა და მოვიდა, უკვე იქ აღარ ძვალი აქვს და აღარ ძრბილი და ხო, არაფერი აღარ. ჩვენ ნელა ვასრულებთ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს და მინდა რომ ეს თქვათ სწრაფი რაუნდი ჩავატაროთ. რა არის თქვენი საყვარელი ქართული საჭმელი? ქართული საჭმელი? დიახაც. ვერც კი პასუხებ. ალბათ კუპატი. მეგრული კუპატი. აი ჩემო კოლეგა მომიტანა დღეს უნდა გავსინჯო. საყვარელი ადგილი საქართველოში? საყვარელი ადგილი საქართველოში რაჭაა. რაჭველი ბრძანდებით. რაჭა მიყვარს. საყვარელი კლინიკური მოწყობილობა გაჯეტი. ვერ გეტყვით. ყველაფერია საჭირო. ყველაფერი საჭირო. ანუ საყვარელი, ცით რა თქვენ ახლა მე რომ შემეკითხოთ თქვენი საყვარელი თოფი რომელი გაქვთ, მაგაზეც ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ რამდენი გაქვთ? ხო, რამდენიც მაქვს. ვერ გეტყვით, რაც მაქვს ყველაფერი მჭირდება. საყვარლობაზე არ არის მანდ. აი ხშირად არის ხოლმე ესე კოლეგები დადებენ ხოლმე სურათ ჩემი ახალი სათამაშოები. სათამაშო არ არის ეგ არის ძალიან საჭირო ნივთები, რომლებიც ჩვენ საქმეს გვაკეთებინებენ და სარჩოს აბადებელსაც გვაძლევენ. კახა ექიმო, სად შეუძლია მსმენელს თქვენი საქმიანობის თვალყურის დევნება? ხართ თუ არა აქტიური სოციმედიაში მაგალითად, საიტი თუ გაქვთ? არა. თქვენ გქონდათ საიტი მე მახსოვს? გქონდა კი. WordPress-ის საბრძოლოდ ვარჩევენ. კი. მქონდა ბლოგიც მქონდა, მაგრამ შევწყვიტე ეს ყველაფერი. შეწყვეტეთ ეს ყველაფერი. კი. და რას დავუთმეთ დროს? სოციალურ ქსელშიც კლინიკურ შემთხვევებს მე არ ვდებ. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ საპატივცემლო ადამიანმა თქვა მთელი დღე კბილებს უყურებო და მე სახში რომ მოდივარ და გადავსკროლავ ამ Facebook-ს და კიდე კბილებს ხედავ და დამინდეთ ხალხო რა. დამინდეთ. მაშინ რა არის თქვენი ჰობი? ჩემი ჰობი ეს არის მხატვრული ლიტერატურა. 1. ბუნებაში სეირნობა. 2. კი ბატონო. და მესამე ჰობი მაქვს კიდევ ცეცხლსასროლი იარაღი. ეგ ვიცით კი. ეგ ვიცით. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, ძალიან ისეთი ინფორმატიული, ძალიან საინტერესო ეპიზოდი შედგა. ჩვენი მეორე ეპიზოდი. ჭვი მაქვს რომ შესაძლოა რამოდენიმე წელიწადში მესამეც იყოს, თქვენ აღნიშნეთ ძალიან ვითარდება ეს სფერო. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა ყურადღებისათვის. რა ვიცი, ვეცადი რომ მეპასუხა შეკითხვებისთვის და გასაგებად მეპასუხა. კარგად ბრძანდებოდეთ.